ეხლა OpenAI რასაც აკეთებს, არის აი ჩემთვის საოცარი მართლა. საჭირო არის აი ამდენი ვიდეო, ამდენი rilsi და თან უცნობი სახეები ან აი რამდენი ვიწვალი ამ ვიდეოზე სპეციალური გადაღებები რაღაც არ გავარდა და აი პროსტო ტელეფონი დავდე ვიცეკვე და უცებ it's viral. ხალხი რაღაც პანიკაშია რომ აი NFT რო შემოვიდგა გახსოვს? ყველა ცდილობდა NFT უნდა ვიშოვოთ, ვიყიდოთ სადღაც რაღაცა მე ჩაკო და ეხლა არის AI-ზე, რომ ერთი სული აქვს ხალხს, რომ ისწავლოს ყველანაირი AI თული რა. ანუ ხო, ეხლა ყველასთვის არ არის, ხო? ანუ ყველასთვის არ არის საჭირო უბრალოდ რა. აი ამ დოზით. ხო, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი რა სპეციალობისაც არის, ანუ რა ინტერესთა სფერო აქვს, იმის AI უნდა მოდერნოს რაღაც ელემენტარულად და იმით დაკმაყოფილდეს მაინც რა. როგორ არის იცი? მაგაში გეთანხმები, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მართლა AI-ის როლი ნებისმიერ პროფესიაში ალბათ რა. და COVID-ის პერიოდი რო ავიღოთ, ეგ იყო ძალიან გადამწყვეტი როლი ზოგადად დიჯიტალიზირების პროცესში რა. იმიტომ რომ მაგ დროს დავინახეთ, რამდენად გვჭირდება რაღაცები ონლაინ, რამდენად გვჭირდება რაღაცები რომ მართლა გაციფრულებული იყოს და რამდენად შეგვიძლია რომ რაღაცები გაციფრულებული გვქონდეს და გამარტივებული. და COVID-ის მერე e-commerce-ის როლი მაგალითად ძალიან გაიზარდა, სამედიცინო სფერო ძალიან გაციფრულდა, რაღაცებზე წარმოადგენა საერთოდ არ გქონდა რა, შეიძლება ეს ყველაფერი ციფრულ სამყაროში გადმოსულიყო, მაგრამ მოხდა ეგ ყველაფერი ტექნოლოგიების საფუძველზე ასე ვთქვათ. ხო. AI-ის ნაწილში ზუსტად ეგ არის რა. AI რო შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ესეთი დიდი დოზით და ყოველდღიურ ცხოვრებაში დავინახეთ მართლა რამხელა მნიშვნელობა აქვს. მე უკვე პროფესიული ისიც მივეცით რა. ასე ვთქვათ, პროფესიულ გზაზეც დავაყენეთ. დღეს მართლა ნებისმიერ პროფესიაში შეგვიძლია AI-ის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებას და პირად მოხმარებას რო თავი დავანებოთ ასე ვთქვათ. მაგნაწილში უეჭველი გეთანხმები. რომ ყველამ უნდა იპოვოს რაღაც ხელსაწყო, ან ზოგადად AI-ის როლი თავისი პროფესიიდან გამომდინარე. უბრალოდ ზოგ პროფესიაში ძალიან დიდი დოზით არის უკვე AI შემოსული და ჩვენს პროფესიებში მაგალითად კი ზოგ პროფესიაში ჯერ კიდევ ეგეთი დიდი როლი ასე ვთქვათ არ აქვს და ძალიან გასავითარებელია, საპოვნელია, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც pain point-ები, მაგაზე არის მოსარგები, მაგრამ იმაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს AI-ის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ რა დონეზე და რა საჭიროება გაქვს რა შენ მაგის მიხედვით. უბრალოდ აი იმის თქმა, რომ AI-ის გარეშე ვერ გადაურჩებით, ან AI ჩაგვანაცვლებს, ეს მგონია, რომ ძალიან როგორი არის, იცი? აი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რა. აი AI ჩაგანაცვლებს მარკეტინგის სფეროში, აი განსაკუთრებით ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, მაგაზე ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ ციფრულ მარკეტერებს ჩაანაცვლებს თუ არა AI. ან ეხა ყველაზე აქტუალურად კიდე რაც შემოვიდა არის დეველოპერების ნაწილი, დიზაინერების ნაწილი. სეთ გოდინი არის ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი ჩვენ სფეროში და სეთ გოდინს აქვს ნათქვამი ერთი ფრაზა და მაგას გავიმეორებ ეხა და მგონია რომ ეგ ძალიან კარგად აღნიშნავს და აღბეჭდავს ზოგადად AI-ის როლს ნებისმიერ პროფესიაში რა. სეთ გოდინს აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი რომ მარკეტერებს კი არ უნდა გვეშინოდეს რომ AI ჩაგვანაცვლებს, არამედ უნდა გვეშინოდეს ისეთი მარკეტერების, რომლებიც ისწავლიან AI-ის გამოყენებას, იმიტომ რომ რეალურად ისინი ჩაგვანაცვლებენ მარკეტერებს, რომლებიც AI-ს ასე ვთქვათ არ იყენებენ რა. დღეს იმ ეტაპზე ვართ, რომ AI სრულად რო რაღაც ჩაანაცვლოს, ალბათ ეგ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის რა. ბევრ საქმეს აკეთებს ჩვენს ნაცვლად ნებისმიერ პროფესიაში რა თქმა უნდა, მაგრამ აი მთლიანად რო AI-ზე გადავიდეთ, ჯერ ცოტა ალბათ ადრე არის მაგისთვის. სხვა შორის ამაზე ჩემს დეველოპერებთანაც ვქონდა საუბარი და ისინი პირიქით ძალიან ისე არიან, რომ AI-ის ბევრად მეტი შეუულია ვიდრე ადამიანს, ადამიანზე ბევრად ჭკვიანია. ესეც ცოტა ისეთი არის, ალბათ კითხვის ნიშანს აჩენს ძალიან ბევრს, მაგრამ დღეს ეგ მოცემულობა გვაქვს რა, ოქროშვალედი არის რა, პროსტო შენ ისე იყენებდე AI-ის, რომ შენი საქმე ორჯერ უფრო კარგად აკეთო, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ. ეგ მაგაში აი უეჭველი ყველაზე მთავარი მაგის გამოყენებაა და 5 წლის მერე, 3 წლის მერე და 2 წლის მერე რა იქნება, ეგ კიდე უკვე ცოტა ის არის რა. აქვე სტუმრად მყავს ჩემი ახლო მეგობარია ელე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მეგობრობთ, ვიცნობ.
ელევი ბილეიშვილი, ციფრული მარკეტერი, Ed Summit-ის ჰეპტიკის თანადამფუძნებელი ხარ. და ამასობაში ესეთი ახალგაზრდა ლამაზი ლექტორიც ყავს. BTU-ში ასწავლე. BTU-ში ასწავლე კავკასიაში, კავკასიის უნივერსიტეტში და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ხო, ესე გამოვიდა. ხო. როგორ ასწრებ? შენ რომ მეკითხები ხომ როგორ ასწრებ? რაღაც მე უნდა კი როგორ ასწრებ? იცი რა, სწავლას ყველაზე დიდი დრო. სწავლას ყველაზე დიდი დრო მიაქვს, კი. სწავლას ალბათ ყველაზე დიდი დრო დაუთმე ზოგადად ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ მართლა ამ პროფესიის სწავლა. საფრანგეთში ვსწავლობდი, კი, ლილში ვსწავლობდი, მარკეტინგის მიმართულებით და დიჯიტალის მაინორი მქონდა, მე ჩამოვედი. და დავამთავრე აქ კიდე PR-ის და მარკეტინგის ფაკულტეტიც და მთელი ჩემი ცხოვრება მართლა ამ პროფესიას მიუძღვენი და აი ბავშვობიდან რაღაც ისეთი დამოკიდებული მქონდა მარკეტინგი ძალიან მომწონდა ზოგადად და მინდოდა რომ ამ სფეროში ყოფილიყავი და ჩემი იქიდან გამომდინარე რა პერიოდშიც დავიბადე და რა დროსაც მომიწია ასე ვთქვათ ცხოვრება ისეთ დიდი დოზით იყო ციფრული არხების შემოსული და სოციალური მედიის როლი იყო ძალიან გაზრდილი მაგ დროს რა მაგ დროს პირველად აღმოვაჩინე როგორ შეიძლება ციფრულ არხებზე მარკეტინგი რო აკეთო და ეს რაღაცა სინთეზი რო ვნახე და ციფრულ მარკეტინგს პირველად რო შევეხე მაშინ მივხვდი რა ეს ძალიან მაგარი სფერო არის რაღაცა მომავალი უეჭველი ამაში არის და მაგ დროს გადავწყვიტე მოკლედ რომ ამ სფეროსთან ძალიან დავმეგობრებულიყავი და რაღაც აღმოჩენა იყო მართლა ჩემთვის არ არის რა მარტო პროფესია და ის რომ ამას რაღაცა ყოველდღე სამსახურის პონჩი ვაკეთებ ასე ვთქვათ რა ეს არის აი ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემ სტუდენტებთანაც ამას რა ეს არის უბრალოდ ის რაც მე ვარ ანუ მართლა ჩემი პიროვნების ძალიან დიდი ნაწილი არის იმდენად მიყვარს წელს პირველად დავესწარი Ed Summit-ს რა ვიყავი მუშაობდი უსმენდი უფრო და იქ სცენაზე თქვი ზუსტად ეგ რომ მე ჩემი თავი აქ ვიპოვე და ეს ვარ მთლიანად რა ხო ზოგადად ეგ მგონია ნებისმიერ პროფესიაში რა ძალიან მნიშვნელოვანია ანუ იმდენად უნდა გიყვარდეს შენი საქმე რა აი ეს არ იყოს უბრალოდ რუტინა რა როცა რაღაცა საქმეს აკეთებ მაგ დროს ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თან მარტო სიყვარულით საკმარისი არ არის აი რაღაცის სურვილი გაქვს რაღაცას გინდა რომ მიაღწიო ძალიან გიყვარს ძალიან მოგწონს და გაინტერესებს მაგრამ ხშირად ვამბობ მაგას რომ აი შეპრობილი უნდა იყო რა მაგით აი ობსესიურად უნდა გიყვარდეს აი ღამე რო არ გაძინებს მაგაზე ფიქრი და რაღაცა შენი მიზნები გაქვს აი ეს ყველაფერი ესეთი შესიცხლ ხორცებული ასე ვთქვათ რომ გაქვს მე მგონია რა ნებისმიერი გრაფიკი იქნება ეს თუ რუტინა თუ რაც იქნება აი იტან რა даже ატანაზეც აღარ იქნება მაგას სიამოვნებით გააკეთებ აი ჩემი დღის განმავლობაში აი რასაც ვაკეთებ რო გითხრა ხანდახან აი ხანდახან მეც ცოტა შეიძლება რომ დავერორდე რა даже ვფიქრობ რა ცოტა მეტი დრო რო გქონდეს დღის განმავლობაში ძალიან კარგი იქნება სადღაც 36 საათი უნდა იყოს უფრო მეც მოვასწრებდით BTU-ში რას ასწავლე ციფრულ მარკეტინგს ვასწავლი კავკასიაში კი კავკასიაში ინგლისურად ვასწავლი ციფრულ მარკეტინგს და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში არის ცოტა უფრო მრავალფეროვანი მიმართულება გვაქვს იმიტომ რომ მან 3 კურსს ვასწავლი ერთი არის ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი ეგრე ქვია რომელიც არის ტექნიკური მარკეტინგის პირველი კურსი საქართველოში პირველად ქართულ ენაზე ჩემი საავტორო კურსი არის და გონია რომ მოკლე კურსია თუ ხო, ეგ მოკლე კურსი არის, ესე ფაკულტეტი და რაღაც არა, ორთვიანი კურსი არის დაახლოებით და ძირითადად არის ტექნიკურ მარკეტინგზე, აი ზუსტად ტექნიკურ ხელსაწყოებზე, ხა ჩვენ რაღაცებს და რასაც უნდა ვილაპარაკოთ, პლატფორმები, ანალიტიკა, ციფრული მონაცემების დამუშავება და ასე შემდეგ. და ეგ რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ, სადღაც 3 წლის წინ. და იყო ძალიან ახალი ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მაგის ანალოგი დღემდე არ არსებობს მაგ კურსის და ანუ ქართულ ენაზე ეგ არსად არის სწავლება რა. და სხვათა შორის საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა იმ კუთხით, რომ ნელ-ნელა დავძარით ციფრულ მარკეტინგში, ციფრული მონაცემების გამოყენების და ზოგადად ტექნიკური მარკეტინგის მნიშვნელობის გააზრება, ასე ვთქვათ რა. მაგიტომ ცოტა სხვა პროფილით წავიყვანეთ სწავლის პროცესი და მართლა ძალიან კარგი შედეგები დადო და ძალიან მიხარია რომ ბევრი სტუდენტი გვყავს და
ძალიან დიდი ინტერესი არის მაგაზე, იმიტომ რომ დღეს ყოველს მეტად ეგ გვჭირდება. აღარ არის რა, პროსტო ციფრული მარკეტინგი, რომ რეკლამები გაუშვა, თან ძირითადად ციფრული მარკეტინგი სულ რეკლამებთან არის ხოლმე ასოცირებული. და თან ეგრეც არ არის, რეკლამა არის ალბათ 10% იმ ყველაფრის, რასაც ციფრულ მარკეტინგში ვაკეთებთ. რამდენი რაღაცა ხდება. მე ვარ ელეს კარიერული ზრდის მომსწრე, იმიტომ რომ 5-6 წლის წინ, ხო? 6 წლის წინ 2019-ში გაგიცანი, როდესაც ორგანიზაცია რეფორმერი იყო, მანდედან მე უკვე პოლიტიკური იყო და აი სულ იყავი ჩართული ამ საქმეში. სულ. მე შეიძლება მართლა ჩვენ წავსულიყავით სტაფი ვიღაცები ამ პროდაქშენი, რაღაცა შენ იყავი, მაინც რა, ღამე მუშაობდი და ძალიან დაგიფასდა, ხო? ნამდვილად. აი ამ 6 წლის მანძილზე რა შენთან ერთად ამ ციფრულ მარკეტინგმა ძალიან ბევრი რაღაც ცვლილება გაიარა, ასე ვთქვათ რა. რამდენად განსხვავდება უკვე აი პოსტ კოვიდის პერიოდი უკვე აი ეს რამხელა ზრდა აქვს და როგორი ნაბიჯები გაკეთდა, იმიტომ რომ მე რო უყურებ ახლა მე ვერ ვეწევი. მართლა ვეღარ ვეწევი. ანუ უნდა იყო ჩართული უბრალოდ აი ძალიან ხშირად რა. მანდაც ტექნოლოგიების როლი არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ აი როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ კოვიდის დროს ბევრი სფერო ძალიან გაციფრულდა, შეიქმნა ისეთი პლატფორმები და ხელსაწყოები ზოგადად, რაც ეხმარებოდა ამ პროფესიის გაციფრულებას კიდევ უფრო მეტად. აი კოვიდის დროს ეგ იყო ყველაზე გადამწყვეტი რა. ჩვენ რომ მოგვიწია რომ ყველაფერი ონლაინ გაგვეკეთებინა და რეალურად ციფრული მარკეტინგი ზუსტად ონლაინ ხდება და ზუსტად ციფრულ არხებზე, აი ალბათ 10-ჯერ მაინც გაიზარდა მაგის როლი რა. და კოვიდის შემდეგ სხვა ინდუსტრია, რომელიც მთლიანად ციფრულ არხებზე იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ ფიზიკურად ლოკაციებზე პროდუქტის და სერვისის გაყიდვა ვეღარ ხდებოდა და ყველაფერი ონლაინ ყოფილიყო, ციფრული მარკეტინგი იყო მაგ დროს ყველაზე მთავარი, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის რა. ზოგადად მარკეტინგში ეგრე არის, რომ ბიზნესი ყოველთვის ერგება მომხმარებლის საჭიროებას და მომხმარებლის ქცევას. მომხმარებლის ქცევა იყო ის, რომ შეიცვალა და გადავიდა მთლიანად ციფრულ არხზე, ბიზნესაც მოუწია, რომ მთლიანად ციფრულ არხზე გადასულიყო. შესაბამისად, მე თითოეული ბიზნესის, ასე ვთქვათ, აუდიტორია, რომელ არხზეც თავს იყრიდა, რაც ჭირდებოდა, ბიზნესი ზუსტად მაგას პასუხობდა რა. ამიტომაც ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ყველა ციფრულ არხზე გადმოვიდა და კოვიდის დროს ფაქტობრივად აი მაქსიმალურად გაიზარდა ამ ციფრული არხების გამოყენება. კი. ოღონდ მან თავარი რა არის, იცი, რომ მაგალითად აი ავიღოთ ელექტრონული კომერციის მიმართულება, ან თუნდაც სამედიცინო სფეროს მიმართულება. ამ ორს იმიტომ გამოვყოფ, რომ ყველაზე მეტად ამ მიმართულებებში მოხდა აი მაგის გამომჟღავნება რა, რამდენად საჭირო იყო გაციფრულება. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა ინდუსტრიებსაც ეხებოდა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოვიდმა და აჩქარა, ასე ვთქვათ, ეს პროცესი და ოკეი, გააციფრულა, მაგრამ კოვიდი რო დასრულდა, ეს აქტუალობა არ დაკარგა რა. ეგ არის ყველაზე მთავარი. ხო, პირიქით, e-commerce-ით, სამედიცინო სფეროს ეს გადიჯიტალიზების პროცესიც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, წინ წავიდა, უფრო კიდე მეტად ასწრაფდა. შესაბამისად, ეგ მაგას გვიჩვენებს, რომ ეს არ იყო უბრალოდ იმის ფონზე მომხდარი, რომ აი ჩვენ სახლში ვიყავით და გვჭირდებოდა რა, მაგიტო. და როგორც კი გამოვედით სახლიდან, всё, რო აქტუალობა დაკარგა. არა, პირიქით, უფრო გაიზარდა, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ოკეი, თურმე რა მარტივად შეგვიძლია რაღაცები ვაკეთოთ, ოკეი, თურმე როგორ ჭირდება ამ კონკრეტულ ინდუსტრიას ეს, იმიტომ რომ უფრო მეტი შესაძლებლობას იწვევს და e-commerce-ის როლიც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გაციფრულება ამ თითოეული ინდუსტრიის კიდევ უფრო გაგრძელდა და შესაბამისად ეგ მაგას გვიჩვენებს, რომ ანუ რეალურად ადრე თუ გვიან მაგას ისედაც გავაკეთებდით. პროსტა კოვიდმა რაღაცნაირად დაასწრაფა. ხო, რა თქმა უნდა, ცუდი პერიოდი იყო, ეხლა რაღაცები ცუდი ხდებოდა, ბევრი, მაგრამ ყველაფერს რო ორი მხარე აქვს, ეგ არის, რომ ჩვენი პროფესიისთვის და ჩვენი მიმართულებისთვის ბევრი დადებითი ქონდა მაგ მხრივ. აი, ეს გლობალ ბაზარზე ყველგან მოხდა ეგ. საქართველოს წინ წამოიცია და რაღაცნაირად გამოჩნდა უკვე რა, მაგრამ აი სოფლიო ციფრულ ბაზარზე, ასე ვთქვათ რა, მარკეტინგ ბაზარზე, სოც ბაზარზე, ასე ვთქვათ, რამდენად ძლიერი არის საქართველოს, ანუ კონკურენტუნარიანი ვართ ვინმესთან მაინც, რამდენად ჩავართ. ძალიან კაი კითხვა არის. იმიტომ რომ საქართველოსთვის ციფრული მარკეტინგი ეხლა ნაკლებად, მაგრამ აი ალბათ 1 წლის წინ, 1-2 წლის წინ მართლა ძალიან ახალგაზრდა სფერო იყო რა, ჩვენი ქვეყნისთვის ციფრული მარკეტინგი.
და მე როცა დავიწყე, შენ ვამბობდი, რომ ჩემს კარიერულ გზას დასაწყისიდანვე იცნობ, აი მაგ დროს იყო, აი ძალიან გარდამტეხი მომენტი, აი მაგ დროს შემოდიოდა, მაგ დროს აი ხდებოდა აი გათვითცნობიერება ყველაზე მეტად რა, აი რა გვჭირდება, რა არხები გვაქვს, რა ინსტრუმენტები არსებობს, რა უნდა ვაკეთოთ. ეხლა უკვე ძალიან ბევრ ადგილას ისწავლება, ფაკულტეტები გვაქვს, კურსები გვაქვს და ანუ ცოტა უფრო კალაპოტში ვართ, ასე ვთქვათ რა. ძალიან სწრაფად განვითარდა, ეხლა რო შევხედოთ 5 წლის წინაც ხდებოდა და დღეს რა ეტაპზეც ვართ, აი სუპერ განვითარებული არის მართლა ყველაფერი. დღეს უკვე ქართულმა ბიზნესებმა იციან რა მხელო მნიშვნელობა აქვს ციფრულ მარკეტინგს, იმიტომ რომ მათი მოთხოვნიდან გამომდინარე შეგვიძლია მაგაზე ვიმსჯელოთ. საგეტოში იმხელა ასე ვთქვათ, მოთხოვნა არის ციფრულ მარკეტინგულ სერვისებზე, რომ აი ამ ხელ მოთხოვნა ადრე არ ყოფილა. ადრე ხშირად არ უნდათ მარკეტინგზე ამდენი თანხის დახარჯვა. ადრე ფიქრობდნენ, რომ რაღაც სხვა არხები და სხვა გზები შეიძლება არსებულიყო, რაც პროდუქტის და სერვისის პრომოუშენში დაეხმარებოდა რა. მაგრამ დღეს უკვე ყველამ ფაქტობრივად ძალიან კარგად იცის, რომ ციფრულ არხებზე პოზიციონირება არის უმთავრესი. იმიტომ რომ მანდ არის ხალხი. სადაც შენი ხალხია, შენც იქ უნდა იყო. შესაბამისად, ბიზნესები ამას უკვე ძალიან კარგად ხვდებიან რა და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეგვიძლია მაგაზე ძალიან ისე მყარად ვთქვათ, რომ ციფრული მარკეტინგი დღეს კარგად არის საქართველოში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი არათუ ჩვენ, არამედ გლობალურ ბაზარს ჩვენზე აქვს სასწავლი. და ამაში რას გულისხმობ? იმას, რომ ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს და ძალიან ბევრი სარეკლამო არხი ავიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს როგორც რეგიონს, ცოტა უხეშად რო ვთქვათ, არ აღიარებს. მაგალითად, არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, მაგალითად, ქართულ ენაზე არ შეიძლება იქ კონკრეტული რაღაცა პროცესების წარმართვა. არათუ ეგ, არამედ კონკრეტულ სარეკლამო არხებს არ აქვს მაგალითად საქართველოს რეგიონის მოსანიშნი ფუნქცია, რომ საქართველოში რეკლამა გაუშვა. ამიტომ დიდი ბაზარი არ არის ჯერ და ასეთი დიდი კომპანიებისთვის და ინდუსტრიებისთვის, როგორც არის ეს სარეკლამო არხები, შეიძლება საქართველოსთან ძალიან დიდი ტრაფიკი არ იყოს და ძალიან დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ვაწუხებთ უკვე მათ და ჩვენგან მიდის ბევრი compliance, კი და ვთხოვთ, რომ მოგცენ რაღაცების შესაძლებლობები, ყურადღებას ვიპყრობთ, ასე ვთქვათ. უბრალოდ ეგ ძალიან დამოკიდებული არის იმაზე, რომ თაობა, რომელიც მოდის, მაგათ ვასწავლოთ რა ციფრული მარკეტინგი. ფაკულტეტი არ ვქონდა ციფრული მარკეტინგის, მარკეტინგზე ვსწავლობდით, ძველი შეიძლება არ უწოდო ჩემს თავს, მაგრამ ჩემ დროს უკვე იყო ციფრული მარკეტინგი როგორც მაინორი, მაგრამ როგორც ცალკე ფაკულტეტი, ეგრე არა. დღეს უკვე ცალკე ფაკულტეტი გვაქვს გაკეთებული, როგორც ცალკე პროფესიას ეგრე ვასწავლით, უამრავი კურსი, ამდენი რესურსიც არ იყო რა, ადრე. და ქართულ ენაზე მით უმეტეს. დღეს ესენიც გვაქვს. ამიტომ ვითარდებით ძალიან ასე ვთქვათ, წინ ვართ იმასთან შედარებით, რაც 5 წლის წინ, 2 წლის წინ ხდებოდა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, რომ იმ დიდ მოთამაშეებამდე მივიდეთ, რა თქმა უნდა. ეს ბაზრის სიდიდეზეც არა, ძალიან დამოკიდებული პატარა ქვეყანა ვართ. ენობრივი ენა არის ჩვენი ბარიერი რეალურად. ხო, ენა ძალიან კი. ძალიან სამწუხაროდ, ქართული ენა საქართველოს გარეთ არსადარჩანს, არ ფიგურირებს. ერთადერთი იცი მე რას ვფიქრობ, ხელოვნება გადაარჩენს ქართულ ენას. და კულტურას, რატო იცი? ხო, მუსიკით კინემატოგრაფით შეგვიძლია რაღაც იმ დონეზე ავიდეთ, რომ სადაც ხალხი უსმენს გერმანულ ან ფრანგულ მუსიკას, ხო, ან ინგლისურზე არ მაქვს საუბარი და ესპანური, იქ შეიძლება რა, საკმაოდ მელოდიურები ვარ, საკმაოდ არტისტიზმი არ გვაკლია, არის ჩვენში ეს რა და აი მე მგონი ეხლა არის მაგის დრო, რომ გავვაირალდეთ ასე ვთქვათ. ხო, და მანდ მარკეტინგის როლიც შემოდის არა და შეგვიძლია ძალიან ერთდროულად ვითამაშოთ. შეუძლებელი არის. მაგრამ ეხლა ნახე ბიზნესები ახსენე შენ და ქართული ბიზნესი დღეს რეკლამის გარეშე, ხო, წარმოუდგენელია. მაგრამ აი ეს talking head-ები რო არის რა, ყველგან ყველა rilsi საჭირო არის აი ამდენი ვიდეო, ამდენი rilsi და თან უცნობი სახეები ან არა იმ სფეროს ტიპები რო გელაპარაკებიან და გიხსნიან რაღაცას ან გთავაზობენ რამდენად გადაიტვირთა რა, აი თუნდაც Facebook-ი რა.
Instagram-ზე არ არის ანუ კიდე კაი მარკეტინგი. ხო, კონტენტის ფორმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს ციფრულ მარკეტინგში, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ორი მიმართულებით ვლაპარაკობთ ხოლმე მაგაზე, old school კონტენტის ფორმატი და new school, აი მუსიკის ენაზე რო ვთქვათ რა. Old school-ში ძირითადად რასაც გულისხმობთ არის სტატიკური პოსტები, ვიდეო პოსტები, აუდიო, შეიძლება ტექსტუალური პოსტები იყოს და დღეს ეს ყველაფერი უკვე გადმოთარგმნილი არის არა მხოლოდ ფორმატში, ანუ რა ტიპით ვდებთ ამ კონტენტს, არამედ შინაარსის თვალსაზრისითაც უკვე კონტენტის ფორმატს, ასე ვთქვათ, ვყოფთ რა. აი მაგალითად პოდკასტები, მაგალითად უბრალოდ აუდიო გაიდები, შეიძლება იყოს ინფოგრაფიკები, რაღაც სხვა ტექსტუალური პოსტები, ან ამებს უკვე კონტენტის ფორმატებად გამოვყოფთ რა. დღეს ვიდეოების როლი რამხელაც არის, როგორც შენ აღნიშნავ, აი ბევრი rilsi რო იდება და TikTok-ი როგორი დიდი არხიც გახდა, არის აი ყველაზე დიდი. და ამას თან მარტივი ახსნა აქვს რა. იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, არ გვაქვს იმდენი დრო ჩვენ, რომ ძალიან დიდ ინფორმაციას ვკითხულობდეთ, ვეცნობოდეთ, მაგაზე დავხარჯოთ დრო, ენერგია, რესურსი, იმიტომ რომ თუნდაც სოციალურ მედია პლატფორმებს ვიყენებთ, ხან საცობში ვართ, ხან უცებ შესვენებაზე ვართ, მეგობარს ველაპარაკებით, აი ცხოვრება ხო ძალიან ეგეთ რიტმში არის რა. ძალიან, აი უსწრაფესად ვცხოვრობთ და მაგის დრო, ენერგია, რესურსი და სურვილი ყოველს ნაკლებად აქვს, რომ რაღაც წაიკითხო და ამაში ესეთი ბევრი დრო დახარჯო. რაც უფრო მარტივად მიიღებ ამ ინფორმაციას, რაც უფრო მოკლედ, ლაკონურად და აი იმ წამს ვეგეცოდინება მთავარი იდეა და სათქმელი მაგ კონტენტის, რაც არის, უფრო ეფექტურად მუშაობს. შესაბამისად, ვიდეო კონტენტი ამისთვის არის იდეალური ვარიანტი რა. მაგალითად, ჩვენ ცნობადობის გაზრდაზე როცა მუშაობთ კამპანიების თვალსაზრისით, მან ვიდეო კონტენტის ფორმატი არის ერთ-ერთი ყველაზე მუშა, ეს არის ფოტო კონტენტი მოგდა. აი შეიძლება ესე გადაჭრით და რადიკალურად არ ვთქვათ, მაგრამ ვიდეო კონტენტის როლი ძალიან დიდია დღეს. ზუსტად მაგიტო რა, რომ უფრო მეტად სწრაფდება ჩვენი ცხოვრება და უფრო სწრაფად უნდა მივიღოთ ყველაფერი და ვიდეოში ეს უბრალოდ ძალიან მარტივად ხდება. და თან ბევრნაირად შეგიძლია რომ გააკეთო რა, ანუ უფრო მოქნილი ხარ ვიდეოში. ეხა ესეც ბიზნესებმა რო დაინახეს და ბრენდები როდესაც ლაპარაკობენ უკვე ვიდეოებით და მიდიან თავიანთ მომხმარებლებთან, აქაც გაჩნდა რა თქმა უნდა, მე ეგ პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება ამას დავარქვათ რა. ეს პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება გადაითარგმნოს ბევრ რაღაცაში, მაგალითად, რაც შენ თქვი, შეიძლება პერსონალურად აი შენთვის ძალიან ისეთი pain point-ი იყოს ეგ რა, გელაპარაკება ვიდეოდან ისეთი ადამიანი, რომელსაც არ გჯერა, რომელიც არ არის ან არის მის არაფერი იმ პროდუქტზე, რასაც გთავაზობს, ხო. და უბრალოდ იცი რომ არის იქ, იმიტომ რომ მაგალითად ცოტა ცნობილი გახდა, ცოტა სხვა ნიშაში. ხო, ეხლა მაგალითები რო არ მოვიყვანოთ, კი, არის ეგეთი ბევრი მაგალითი რა. ბევრი ინფლუენსერი, კონტენტ კრეატორი შეიძლება გაგვახსენდეს, რომლებსაც აქვთ რაღაც თავიანთი ნიშა, მაგრამ იმიტომ რომ იქ ცნობილები გახდნენ, მე აქ გადმოვიდნენ. კი, ეგეც ერთ-ერთი ის არის რა. აი მართლა pain point-ი შეიძლება იყოს, როცა მომხმარებელი უყურებს ბრენდის კონტენტს. ოღონდ ეგ ცოტა ინდივიდუალური მგონია. აი ცოტა სუბიექტურად რო ვთქვა. ვიღაცისთვის შეიძლება ეგ პირიქით იყოს. ვა, რა მაგარია, რომ ამ კონკრეტულმა ბრენდმა მოახდინა ისეთი ადამიანის ინტეგრაცია, რომელიც სრულიად უცხო არის და ისეთი ენით გადმოსცემს, რომ ვინც მართლა არ არის ამ სფეროსთან ახლოს, უფრო მეტად გააგებინებს. ხო. ამიტომ აი მარკეტინგი არის ცოტა ეგეთი რა. მაგრამ მუშაობს. ხო, აი სულ კითხვას აჩენს, იმიტომ რომ ხო, სულ კითხვას აჩენს. ვიღაცისთვის მოსაწონია, ვიღაცისთვის არ არის მოსაწონი. 90% გეტყვის კის, 10% გეტყვის არას, რაღაც მომენტში 50-50-ზე, აი სულ ესე ხარ რა. აი როგორც ცხოვრებაში ვამბობთ ხოლმე, რომ ყოველთვის მოსაწონი ვერასდროს ვერ იქნები. მარკეტინგშიც რაღაც ეგრე არის. არის რაღაც კონკრეტული კომუნიკაციები, რაზეც საქვეყნოდ შეიძლება შეთანხმდეთ, რომ რაღაცა სუპერ ძალიან მაგარი არის, მაგრამ არის რაღაცები, რაც აი ძალიან ინდივიდუალური არის რა. ყოველდღიურ კონტენტში, როცა რაღაც დიდ კამპანიაზე საუბრობთ და აი რაღაც ძალიან ესეთი მასშტაბური არ იქნება და ეს არის აი მართლა ყოველდღიური კონტენტი, ასე ვთქვათ, ეგ გაცილებით უფრო ეხება ეგეთ კონტენტს რა. ხო და მან ალბათ ეგ კონტრარგუმენტი მექნებოდა მაგ ამბავში, რომ უფრო ინდივიდუალურია მაინც. მაგას ვფიქრობ. ეს ძალიან დიდი თემა არის, მაგრამ მოდი მოკლედ ვისაუბროთ შეძლების და გვარად. ციფრული რეკლამა ორ ნაწილად გაიყო, ასე ვთქვათ. საქართველოში მაინც რა, ეს არის Google და არის Meta. ხო ეგრეა?
დაახლოებით. თუ კიდე არის მესამე პირი. კიდევ გვაქვს ბევრი ხო, მიმართულება. აი მე არ ვიცი, მე მესამე მეოთხე პირი და მოდი ჯერ ამ ორ გიგანტზე ვისაუბროთ, რომ დომინანტები ესენი არიან მე მგონი. და რავი, რას დავამატებდით, რომელი არის უკეთესი ინსტრუმენტი დამწყები ბიზნესისთვის და უკვე განვითარებული ბიზნესისთვის რა. აი ეს არის სუპერ საინტერესო თემა. ჩემი და ახლა დაიწყება 3 საათიანი ლექცია. და მართლა შეგვიძლია რომ ამაზე 1 3 საათიანი ლექცია ჩავატაროთ. შევესწრებით ძალიან მოკლედ გითხრა. ხო, ანუ მაგრამ აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, იმიტომ რომ ბევრი ასპექტით უნდა განვიხილოთ რა. მოდი პირველ რიგში ეგ ვთქვათ, რომ Facebook-ი ზოგადად მეტას მიმართულება არის ერთი უდიდესი მიმართულება. მეორე Google-ის, კი ბატონო. მაგრამ გვაქვს ბევრი სხვა სარეკლამო არხი და ბევრი სხვა ზოგადად საკომუნიკაციო არხი რა. ციფრულ მარკეტინგში ზოგადად მაგას ვამბობთ, რომ ციფრულ მარკეტინგში გულისხმობა ყველანაირი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც ციფრულ არხებზე მიდის. ციფრულ არხებში არა მხოლოდ სოციალური მედია პლატფორმები შედის, არამედ საჯარო სისტემა, ელექტრონული პოსტა, ვებგვერდები, აპლიკაციები. შესაბამისად, ციფრული კომუნიკაციების წარმართვაც ამ არხებზე ზუსტად ამ მიმართულებებით ხდება. სოციმედია არის ერთი მიმართულება, სადაც მაგალითად შედის მეტას პლატფორმები. საჯარო სისტემების მიმართულება კიდე ცალკე არის, რაშიც გულისხმობს ჩვენ საჯარო სისტემის მარკეტინგს და მანდ არის Google, Bing და კიდევ ბევრი სხვა საჯარო სისტემა. ეხლა მაგალითად აი ხელოვნური ინტელექტზე ვლაპარაკობთ და OpenAI-ი რაც გამოუშვა Atlas-ი ალბათ უკვე გატესტეთ, ჩვენი მაყურებლებიც გატესტავდნენ. ეგ კიდე ახალ ერას იწყებს ციფრულ მარკეტინგში, ოღონდ მართლა. იმიტომ რომ საჯარო სისტემაში არის ინტეგრირებული პირდაპირ ChatGPT და აი სრულიად სხვა გამოცდილება არის. ეგ კიდე დაძრავს ბევრ საინტერესო პროცესს. Google-ის გარდა ხო, ნუ ეს საჯარო სისტემები გვაქვს კიდე და მარკეტინგული აქტივობები მან შეგვიძლია გაუშვათ, მაგრამ გვაქვს ასევე საჯარო სისტემის ოპტიმიზაცია, ეგ არის ერთ-ერთი კიდე უდიდესი მიმართულება ციფრულ მარკეტინგში, რომელიც ეხება იმას, რომ საჯარო სისტემაში აკეთებ ისევ კომუნიკაციას, თუმცა არა რეკლამებს. საჯარო სისტემაში რომ რაც შეიძლება მაღალი პოზიცია გქონდეს და კონკრეტულ ფრაზას რო ჩაწერს მომხმარებელი შენი ვებგვერდი ვარდებოდეს რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე, ამაზე მუშაობ. SEO, კი, ზუსტად და ეს ხდება სრულიად რეკლამის გარეშე. არანაირი რეკლამა, არანაირი პრომოუშენი მანდ არ არის. სულთა ტექნიკური ამბავია, შენს ვებგვერდს ისე აოპტიმიზირებ, ისეთ პროცედურებს წარმართავ, რომ Google-იან სხვა საჯარო სისტემა, ასე ვთქვათ, გაწინაურებს და მაღალ პოზიციას გაძლევს რა. საჯარო სისტემის მარკეტინგი ასევე Google-ს და სხვა საჯარო სისტემებს ეხება. მიზანი ზუსტად იგივეა, რომ შენ მაღალ პოზიციაზე უნდა იყო, კონკრეტული ადამიანი რაღაც ფრაზას დასერჩავს, ასე ვთქვათ, რასაც გინდა შენ ვარდებოდე, უბრალოდ ამას უკვე რეკლამით აკეთებ. მაგას ვეძახით საჯარო სისტემის მარკეტინგს. მათ გვაქვს სარეკლამო ანგარიშები. Google-ს აქვს მაგალითად Google Ads-ი და კიდევ რამდენიმე მაგალითად Search 360, DV 360 და სხვა პლატფორმები, რომლებიც მაგიებში გვეხმარება და ნუ სოციმედია მიმართულება, სოციმედია მარკეტინგში რასაც გულისხმობთ, აქ არის უკვე სოციმედია პლატფორმები რა. Facebook-ი არის ერთ-ერთი, მაგრამ დღეს საქართველოში ძალიან მზარდი რაც არის LinkedIn-ი, TikTok-ი. აი ძალიან მნიშვნელოვანი. არის კიდევ არხები, რომლებიც საქართველოში ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ძალიან აქტიურად. მაგალითად არის Reddit-ი, რომელიც ხო, საქართველოში ცადეს, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუციები იყვნენ პირველი მთავარი მოთამაშეები, ასე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში, რომლებმაც ცადეს პირველად იქ რეკლამების გაშვება, მაგრამ დიდად არ გაამართლა, იმიტომ რომ მათი ტარგეტ აუდიტორია, ასე ვთქვათ, იქ არ არის. აი აქ მივიდივართ ყველაზე მთავარ ნაწილზე, ეხლა რა, რატომაც აი ეს შესავალი გავაკეთე. რომ ამ სარეკლამო არხების შერჩევა ზუსტად მაგის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია სად არის რა. თუ საქართველოში ოპერირებთ და ქართული ბიზნესი ვართ, მაგალითად ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია არის საქართველოში, აქ რა თქმა უნდა სეგმენტირებას ვახდენთ, ხო, ინტერესებით, დემოგრაფიით, ქცევის ხასიათით და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება ამ ნაწილში რაც არის, რომელ პლატფორმებს იყენებენ ისინი. ხანდახან დღეს ესე ვგონია ხოლმე, რომ საქართველოში რადგან ძირითადად Facebook-ი ყველას აქვს და ძალიან აქტიურად გამოიყენება, აუცილებლად ბიზნესი Facebook-ს უნდა იყენებდეს. მაგრამ შეიძლება რომ შენი კონკრეტული აუდიტორია თუ გაქვს რაღაც სპეციფიური პროდუქტი ან სერვისი, Facebook-ზე არ იყოს Instagram-ზე, ან იყოს TikTok-ზე, ან უფრო მეტად იყენებდეს LinkedIn, შეიძლება იყენებდეს Twitter-ს უფრო მეტად. აი Twitter-ს საქართველოში ძალიან ნაკლებად ვიყენებთ. მაგრამ, ხო, X. მაგრამ აქვს რაღაც თავისი ნიშა. აი NFT ახსენე შენ მაგალითად ინვესტიციების მიმართულება, აი პოლიტიკის თემა ძალიან აქტიურად არის Twitter-ზე. ხო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი Facebook-ზე და ძირითადად შემთხვევაში ეგრე არის ხოლმე რა, რომ აი Facebook-იდან იწყება ყველაფერი. მაგრამ ყურადღების მიღმა ეგ გვხვდება, რომ ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის კი მართლა Facebook-ზე, ან არის კი მართლა TikTok-ზე. ანუ ის, რომ
რაღაც კონკრეტული რეგიონის უმრავლესობა კონკრეტულ პლატფორმას იყენებს, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი გადაწყვეტილების მიღების ფაქტორი, ასე ვთქვათ, რომ ჩვენც მან უნდა პოზიციონირებდეთ. ანუ Facebook-ზე უჭველი უნდა ჩანდეთ, იმიტომ რომ წარმოიდგინე ხა რაღაცას სერჩავ და Facebook-ზე არც page-ი არსებობს, არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან უნდობლობას გამოიწვევს. მაგრამ შეიძლება ეგ არ იყოს შენი მთავარი პლატფორმა, სადაც ამ ხელა რესურსს ჩადებ რა. და უმეტესი რესურსი უბრალოდ იქეთ მიმართო, სადაც შენი მთავარი აუდიტორია არის. მაგალითად, აი საფრანგეთი ახსენე შენ, მე როცა ვსწავლობდი საფრანგეთში, მან ყველაზე მეტად მივხვდი ამას, იმიტომ რომ იქ Facebook-ი არავის არ ქონდა. საერთოდ არავის არ ქონდა Facebook. თქვენ საქართველოს Facebook-ს კიდე ხმარობთ და მე მაგალითად Snapchat-ი მქონდა საქართველოშიც გაკეთებული, მაგრამ არ ხმარობდი ეგრე აქტიურად და საფრანგეთში ძალიან აქტიურად ხმარობდი, იმიტომ რომ იქ რო ჩავედი, ყველა Snapchat-ს ხმარობდა რა, თავარი საკომუნიკაციო არხი იყო Snapchat-ზე ჩვეულებრივად რეკლამებიც ეშვება და აი ჩვეულებრივი მედიუმია, ასე ვთქვათ. და მაგას იყენებდნენ ყველაზე აქტიურად რა. და Facebook-ი საერთოდ წარმოდგენაში არ ქონდათ, რომ შეიძლება ბიზნესისთვისაც კი ეგეთი მნიშვნელოვანი იყოს. კი, page-ები ქონდათ, რაღაც კონტენტი იდებოდა, მაგრამ აი რესურსი თითქმის არ იხარჯებოდა მაგაში რა. ამიტომ რეგიონალური თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით, ბიზნეს ინდუსტრიიდან გამომდინარე, უნდა შევარჩიოთ ზუსტად ეს არხები რა. საქართველოში მაგაში ვთანხმდებით და ყველაზე ბევრი რეგისტრირებული იუზერიც Facebook-ზე, კი ბატონო, სხვა შორის რამდენიმე წლის წინ. ეხლა გაგიკვირდება ალბათ, შეიძლება ჩვენს მაყურებელსაც გაუკვირდეს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ დაახლოებით COVID-მდე, სადღაც COVID-ის პერიოდის დროს, ჯერ კიდევ ადნოკლასნიკები იყო ყველაზე წინ საქართველოში, კი, ყველაზე ბევრი რეგისტრირებული იუზერი მათ ყავდა. მაგრამ მანდ ახლა რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირად ერთ ადამიანს ბევრი აკაუნთი აქვს ხოლმე, ამიტომ ხო, ამიტომ ესე ბოლომდე რო ვთქვათ, რომ რეგისტრირებული იუზერების რაოდენობა შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, არა, მაგრამ მაინც რაღაცა ინსაიტი არის რა. ინტერნეტის ხელმისაწვდომი გახდა უკვე რეგიონებში. კი, ეგეც არის. პროვაიდერები ყველგან არის ინტერნეტი. ხო. აი მაგალითად ძალიან დიდი დოზით შემოდის LinkedIn-ი. მაგალითად 1,500,000 რეგისტრირებული იუზერი ყავდა დაახლოებით 2-3 წლის წინ, მაგრამ დღეს უკვე გაიზარდა 20%, 15%-ით, მაინც გაზრდილი არის. LinkedIn-ი ძალიან აქტიურად შემოდის უკვე. თან მან დრას უნდა ვიაზრებდეთ, იცი ყველაზე მეტად, რომ ამ პლატფორმებს თავიანთი კონტენტი ჭირდება რა. ანუ მან რაღაცა წერითი უფრო LinkedIn-ზე? აი, ნახე რას გულისხმობ, LinkedIn-ი არის ძალიან ფორმალური კონტენტისთვის რა, შექმნილი, უფრო კორპორატიული კულტურა არის, უფრო კორპორატიული ვაიბებიც კი, აი ცოტა ჟარგონი რომ ხმარო. რაოდენობით სადა და მედიას ვიდეო. ხო, და ზუსტად მაგის თქმა მინდა რა, რომ ეს პლატფორმები ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდება, რა აუდიტორია წყავს, ეს აუდიტორია იქ რა კონტენტს ელოდება რა. და შენ ბრენდი რო ხარ და გინდა რომ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები აკეთო, რაც გულისხმობს იმას, რომ კონსისტენტურად ასე ვთქვათ, შენი კონტენტი დაიდოს ყველა არხზე, რაც ძალიან კარგია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაქსიმალური წვდომა გექნება შენს აუდიტორიაზე ყველგან გამოჩნდები, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ლოგიკის ფარგლებში უნდა იყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გადაკატავდეს, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე კონტენტი ყველგან. იმიტომ რომ თუ ამბობთ, რომ ოკეი, Instagram-ი საჭიროა, Facebook-ი საჭიროა, TikTok-ი, Snapchat-ი, LinkedIn-ი, Twitter-ი, Google-შიც გვინდა, Bing-შიც გვინდა, ყველაფერი გვინდა რომ ვაკეთოთ. It's good, მაგრამ უნდა მოვარგოთ იმას, რასაც ეს პლატფორმა იღებს. მაგალითად, Instagram-ზე ვიცით, რომ ყველაზე მეტად ესთეტიური კონტენტი ჭრის, ხო ეგრეა? და რაღაცა მარკეტინგში ხშირად ეს ფრაზა გამოიყენება ხოლმე, თვალი ჭამს. რიცხვები, ესთეტიურობა, ძალიან მნიშვნელოვანი რო არის ხშირ შემთხვევაში. აი, Instagram-ის ხარეს მაგალითად ეგ არის. Facebook-ის ხარეს შეიძლება ეგ ნაკლებად იყოს, ნიშნულოვანი, მან ცოტა უფრო ინფორმაციული კონტენტი შეიძლება წავიდეს, მაგრამ Facebook-ი უფრო mixed არის რა, შეიძლება ესე ვთქვათ. აი, TikTok-ზე რო შედიხარ, ხო, აი, ადამიანი რო ხსნი TikTok-ის აპლიკაციას. უკვე ხო რაღაც კონკრეტული მოლოდინი გაქვს იქ როგორი კონტენტი უნდა დაგხვდეს. შეიძლება იყოს რაღაც educational კონტენტი, შეიძლება იყოს ცეკვა თამაში, შეიძლება იყოს რაღაც ხუმრობები, გართობა. და ნებისმიერ ინდუსტრიას მართლა შეუულია, რომ TikTok-ზე გადმოვიდეს. უბრალოდ ხო უნდა მოარგოს ფორმატს რა. და აი, ხშირად ეგ გვავიწყდება ხოლმე რა, რომ თუ გვინდა რომ ყველა პლატფორმა ავითვისოთ და ოკეი, თან ავარჩიეთ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, რომელ არხებზე არის, რომელს იყენებს ძირითადად და მანდ ვიყოთ, მერე მივდივართ მეორე მნიშვნელოვან პრობლემასთან, რომ
აუცილებლად კონტენტის რაც განთავსდება ამ არხებზე უნდა იყოს მაქსიმალურად მორგებული. იმას, რასაც ადამიანი ელოდება, როცა მაგ აპლიკაციას ან ზოგადად მაგ პლატფორმას ხსნის. ეგეც ერთ-ერთი გამოწვევა არის რა, რომ რაღაც კამპანიას რო ვაკეთებთ, ერთი და იგივე Facebook-ზეც, Instagram-ზეც, LinkedIn-ზეც და ყველგან არ უნდა დაიდოს. ამიტომ მაკრო და მიკრო კონტენტით შემოვიდა უკვე. აი მაგალითად, ეხლა ჩვენ პოდკასტს რო გავაკეთებთ და მე ამას rilsებად დავჭრით და გადავათამაშებთ სხვა არხებზე, ვარგებთ იმის ფორმატს, ხო? მაგრამ YouTube-ს თავისი ფორმატი აქვს, იმას თავისი და აი ამის გათვითცნობიერება კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ ჩვენ სფეროში ერთ-ერთი გამოწვევაა, შეგვიძლია ვთქვათ. მე მაგალითად ძალიან კომფორტულად ვცნობ თავს YouTube-ზე რა. ჩემ პროფილზე რო შევდივარ, რასაც ამომიგდებს ვიდეოს, ვინც კონტენტ კრეატორები დებენ, აი სახში ვგრძნობ თავს, მართლა. ძალიან კომფორტულად გემრიელი, ალბათ ისიცაა, რომ ჩემი ბექგრაუნდია უკვე ბოლო 6 წელი YouTube-ი რა, იმიტომ ქართულ YouTube-ს ვქნი ბექგრაუნდში რა, ეგზე ვარ. და ძალიან მომწონს რა, თვითონ პერსონაჟებიც მომწონს YouTube-ის. მე სამწუხაროდ ქართულ YouTube-ს ვერ უყურებ, ან ქართულ ენოვან YouTube-ს ვერ უყურებ ძალიან ხშირად, მაგრამ ყავთ ჩემი საყვარელი YouTuber-ები. იმათ ვიდეოებს უყურებ, მაგრამ აი ინგლისურენოვანი კონტენტი არის ჩემი ნომერი 1 და აი შემიძლია დღეში 1-2 საათი დავუთმო მართლა ოღონდ რა, აი დილით ცოტა და უფრო საღამოს, ან გავაგრძელო საღამოს რა. პოდკასტები აი შიგადაში, აი საცობებში სამწუხაროდ რა, ჩართული მაქვს, სულ უსმენ რა. ხო. ასე რომ ჩემთვისა და Instagram-ი მართლა დავარცხნილი, ლამაზი პლატფორმა არის, სადაც ცოტა სილამაზე ჭირდება იმას. TikTok-ი ძალიან სკეპტიკური ვიყავი TikTok-ის მიმართ და აი მეთქი ხო რა, ანუ იმიტომ რომ ტრეში იყო. TikTok-ი იყო სრული ტრეში, ანუ გასულ 3-4 წლის წინ რა იყო. ჯერ ვერს ფილტრავდნენ ელემენტარული ისეთ რაღაცეები დებოდა და მეთქი ნაო. და აი ხლა ერთი რამ ნახევარი წელია რომ უკვე გაიფილტრა კარგად და უკვე education-მა რაღაცები ჩემო და მეთქი why not რა მეთქი რა. ოკეი, შეიძლება მანდაც რა. ისევ ადამიანზე მორგებული რა. კი. მე TikTok-ის მიმართ ძალიან ისეთი დადებითი დამოკიდებულება მაქვს რა. აი მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოციალური მედია პლატფორმა არის. ჯერ ისეთი ჭკვიანი ალგორითმი აქვს, რა აი ცალკე სამყაროა. მართლა აი მაგის ალგორითმზე საუბარი და გარჩევა და დამუღამება, ასე ვთქვათ. აი მართლა შეიძლება რომ აი ცალკე მიმართულებად გავიყვანოთ და იმდენი შესაძლებლობა აქვს თან და ის მომწონს რომ მოქნილობა აქვს რა. აი ხა როგორც შენ თქვი რა, აი საგანმანათლებლო კონტენტიც შემოდის, გასართობი კონტენტიც, აი ყველაფერი შეგიძლია იპოვო. და ადრე ბიზნესებს ქონდათ ეგ დამოკიდებულება, რომ აი ჩვენ TikTok-ზე ვერ გამოვჩნდებით, იმიტომ რომ არასერიოზულია, იმიტომ რომ არაფორმალურ რაღაცა თითქოს არაფორმალურ როგორც თქვა, აი ვიზუალიზაციას უკეთებს რა. რასაც არეკლამებ ან რის პრომოუშენსაც ზოგადად აკეთებ. მაგრამ დღეს უკვე ისე შეგიძლია გადაათამაშო ყველაფერი, რომ საერთოდ არ დაკარგავ არც მაგ კორპორატიულ, არც ფორმალურ რეპრეზენტაცია, შეინარჩუნებ რა მაგ ყველაფერს. მაგრამ თან ზუსტად იქ დახვდები, სადაც მეორე სკროლს რო გააკეთებს მოხარებელი, უცებ ვიღაც ცეკვავს. ამიტომ აი სუპერ პლატფორმა არის მართლა და უბრალოდ TikTok-იც, აი მაგალითად საქართველოს შემთხვევაში რო ვთქვათ რა, TikTok-საც ბოლომდე არ ვუყვარვართ. იმიტომ რომ ნუ ჩვენთან მონეტიზაციის ამბების პრობლემა არის, რეკლამების შემთხვევა, ნუ ეხა კიდე უკვე ხო, ეხა დაემატა, მაგასაც კიდე თავისი ცოტა პოლიტიკური მიზეზებიც აქვს, რატომაც დაემატა. ვისაც შემჩნეული აქვს ან დაკვირვებია, მაგას უფრო მეტად მიხვდება თან ძირთადად იქიდან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არის და მოკლედ აქვს თავისი მიზეზი, რატომაც ესე სწრაფად უცებ გაჩნდა ჩვენთან რეკლამები, მაგრამ ნელ-ნელა ალბათ ჩვენს რეგიონსაც მიაქცევენ რა ყურადღებას. თავარია ჩვენ კარგად ავითვისოთ და დავამოღამოთ და დიდი ტრაფიკი ჩვენგან წავიდეს. აი ბიზნესებს დაუბრუნდეთ უცებ რა რაღაც რამდენად აქცევენ ყურადღებას ეხლა ციფრებს რა, რომ რამდენი გამომწერი ყავს, ანუ ადრე ძალიან აქტუალური იყო რა. ეხლა ხოლმე ისე ხდება, რომ ტიპს არ აქვს ამ დიდი რაღაც 100,000 გამომწერი
ნაღდი თუ არა ნაღდი თუ რაც არის, მაგრამ მუშაობს რა, ძალიან კაი კონტენტებს რაღაცა და მომხმარებელი თუ მაყურებელი ყავს რა, მაგრამ ეს ბიზნესები როგორ უყურებენ ამას, რომ არჩევენ, არ არჩევენ, პრიორიტეტები როგორი არის? იცი რა, აი თვალი ჭამს ამბავი რო არის. ეგ ცოტა შემორჩენილია მაინც, რომ აი როცა ხედავ რომ რაღაცას ძალიან ბევრი ნახვა აქვს და ძალიან დიდი engagement-ი აქვს, რაღაცნაირად უფრო შეიძლება ყურადღება მიაქციო რა. აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რაღაც ვიდეოს ნახულობ, რომელსაც აქვს მილიონი ნახვა და ძალიან დიდი ჩართულობა და მეორე ვიდეოს ნახულობ, რომელსაც აქვს რაღაცა 1000 ნახვა და ძალიან ცოტა კომენტარი მაგალითად იმასთან შედარებით რა. ახლა ესეც ძალიან ფარდობითია ეს რიცხვები, მაგრამ ერთმანეთთან შედარებით რა ვთქვა. ანუ თვალი მაინც რაღაცას იფიქრებს, ანუ შეამჩნევს ამ რიცხვებს და მაინც იფიქრებს, რომ ანუ აქ რაღაც ხდება. შეიძლება უფრო მეტად მიიქციოს უბრალოდ ამ რიცხვებმა ყურადღება, უფრო მეტად დაგაინტერესოს, მაგრამ ეს არის უფრო ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე. აი უშუალოდ ბიზნესის მხრიდან რო შევხედოთ, აი ეფექტურობის ჭრილში. ამ რიცხვებს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და აი მილიონი ნახვა რო გაქვს ვიდეოზე, ან ძალიან მაღალი ჩართულობა რო გაქვს პოსტებზე თუნდაც და ზოგადად კარგი რიცხვები რო გაქვს, ასე ვთქვათ, შეიძლება საერთოდ არაფერს არ ნიშნავდეს და პირიქით ეგ იყოს რაღაცა აი შენი ღბული ამბავი რა. ჩვენ დიჯიტალში ყოველთვის მაგას ვამბობთ ხოლმე და აი ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის მაგას ვეუბნები რა, რომ გამომწერების უდიდესი რიცხვი და სულ იმაზე ფიქრი, ასე ვთქვათ, რომ ძალიან მაღალი ეს სტატები გქონდეს, ასე ვთქვათ, საერთოდ არ არის გადამწყვეტი, რომ თავარ კონვერჟენებს მივახციოთ, ასე ვთქვათ რა. შეიძლება აი ძალიან ცოტა გამომწერი მყავდეს, მაგრამ იდეალურად გავყიდო ჩემი პროდუქტი e-commerce პლატფორმაზე რა. იმიტომ რომ იმას ისეთი კონტენტით, ისეთი target აუდიტორიისთვის გააკეთებ, ისეთი ბიუჯეტით, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით დაასეგმენტირებ და ასე შემდეგ, რომ საერთოდ არ გჭირდება რომ 100,000 გამომწერი ყავდეს რა. მაგრამ არსებობს რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, кейსები, როცა ამ გამომწერების რიცხვს და ზოგადად სტატისტიკებს აქვს ხოლმე გავლენა, აი მაგალითად ინფლუენსერ მარკეტინგის შემთხვევაში. ინფლუენსერ მარკეტინგი ახლა ჩვენი სფეროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, განსაკუთრებით საქართველოში. აი ეგ უჭველი უნდა აღვნიშნოთ რა, შენ რო თქვი, რამდენად იზრდება ციფრული მარკეტინგის როლი საქართველოში. ინფლუენსერ მარკეტინგი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის ხარჯზეც ჩვენი სფერო უფრო და უფრო იზრდება ყოველდღიურად მართლა. იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი მიმართულება არის ჩვენ სფეროში ინფლუენსერ მარკეტინგი რა. ბევრი კრეატორი გვყავს, ბევრი ინფლუენსერი გვყავს ძალიან სხვადასხვა ინდუსტრიაში. ეხლა მანდ კიდე ცალკე საკითხია, რამდენად ყველა კონტენტ კრეატორი ინფლუენსერია, ინფლუენსერია ადამიანი თუ ცნობადი სახე, იმიტომ რომ ძალიან განსხვავდება ეს ცნებები. მაგრამ, როდესაც ინფლუენსერ მარკეტინგს ვაკეთებთ და ვირჩევთ ადამიანებს, კრეატორებს, რომლებიც უნდა, ასე ვთქვათ, აკეთებდნენ ჩვენ პროდუქციის ან სერვისის პრომოუშენს, აქ რიცხვებს აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არა ყოველთვის. აი მაგალითად, აი ჩემ შემთხვევაში რა ვთქვათ რა, Instagram-ზე მყავს 6,000 გამომწერი, TikTok-ზეც დაახლოებით და LinkedIn-ზე სადღაც 5,000-მდე. ეს არ არის რაღაც ძალიან დიდი რიცხვი, რა მაგალითად ვიღაც ინფლუენსერს ან კონტენტ კრეატორს, აი ჩემზე უამრავჯერ მეტი ყავს რა, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიას, ხო? მაგალითად თუ რაღაც ციფრულ მარკეტინგზე მე ყველა არხზე რაზეც რამეს ვდებ და სადაც რამეზე ვლაპარაკობ, ყველაფერი ჩემს სფეროს ტექს ეხება და ასე შემდეგ რა. და ისეთი აუდიტორია მყავს, ასე ვთქვათ, ამ კონკრეტულ რიცხვებში, რომლებიც მაგით არიან დაინტერესებულები და მაგალითად არიან ჩემი სტუდენტები, რაღაც ჩემი ტრენინგის მონაწილეები, თანამშრომლები, ზოგადად გადავკვეთილ ვართ, რაღაცა მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლები ვართ. ეხლა რასთან მივდივარ რა? ჯაჭვი. ხო. და ანუ მივდივარ იმასთან, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანებმა იციან მე რაზე ვსაუბრობ, ხო? და როდესაც მაგალითად კომპანიას შეიძლება მოუნდეს რაღაც ისეთ აუდიტორიაზე გასვლა, რომელიც მე მყავს და არის ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული, შეიძლება ჩემთან მოვიდეს, ძალიან ისე უტრირებულად ვამბობ რა, შეიძლება ჩემთან მოვიდეს და არა 100,000 გამომწერის მქონე ადამიანთან. უბრალოდ იმიტომ, რომ მე ამ თემაზე ვლაპარაკობ. და შეიძლება ძალიან ბევრი კრეატორი იყოს, რომელსაც ჩემზე მილიონჯერ ბევრი engagement-ი და ყველაფერი აქვს, მაგრამ აქვს რაღაც კონკრეტულ ნიშანში და არა ამაში. ამიტომ აქ მარტო ბრმად ეს არის კარგი კონტენტ კრეატორი, იმიტომ რომ 100,000 გამომწერი ყავს, მარტო ესე ბრმად არ მივდივართ რა, ამ რიცხვებ
ის ამბავში მინდა პროსტა ამის აღნიშვნა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თემატიკას ამ რიცხვებთან ერთად რა. აი კონტენტ კრეატორები და ინფლუენსერები რო ახსენოთ, რომ ანუ ვინ რაზე საუბრობს, ვინ რა ნიშაშია, რამდენად მართლა ინფლუენსინგს მოახდენს, იმიტომ რომ ხო ნამდვილი მართლა მე არ ვარ კონტენტ კრეატორი, არც ინფლუენსერი არ ვარ. უბრალოდ მე რაღაც კონკრეტული ჩემი თემა მაქვს. მაგალითად, აი LinkedIn-ზე რო რაღაც დავდო, შეიძლება მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ის რაღაცა რო შეგიკვეთონ, მაგრამ მაგას დავდებ LinkedIn-ზე, იმიტომ რომ ჩემი ნიშა ეგ არის, ჩემი არხი უფრო მეტად ეგ არის, მანდ უფრო მომისმენს ხალხი და ასე შემდეგ რა. უბრალოდ იქ LinkedIn-ზე ვიღაცას 20,000 გამომწერი ყავს, 15,000 გამომწერი, ის სხვა რაღაცას ლაპარაკობს და პროსტა იმიტომ რომ ცნობილი ტიპია, მაგის გამო კარგი სწორ არჩევანს თუ აკეთებს ბრენდი, მაგასთან არ მივა, ასე ვთქვათ რა. ამის თქმა მინდა. რიცხვებს აქვს გადაწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა აქ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს თემას, ნიშას, ინდუსტრიას და ნუ მერე გავლენას, რა თქმა უნდა რა, რომ იმ ადამიანებზე გავლენა ამ კრეატორს, ასე ვთქვათ, კონდეს. იმიტომ რომ მე შეიძლება პროსტა კონტენტ კრეატორი ვიყო და ვერთობოდე ბევრ სხვადასხვა მიმართულებით ვიყო, მაგრამ იმ კონკრეტულ ბრენდს თავის ამოცანას ვერ უხსნი რა, იმიტომ რომ ან ეს ადამიანები არ მენდობიან ისეთი დოზით, ან მე არ მაქვს მათზე ისეთი გავლენა, რომ ამას ან გაყიდვები გავუზარდო, ან ხალხი მივუყვანო, ან რაღაც მსგავსი რა. მან მე კიდე ისიც ამოდის ჩვენ რა ამოცანა გვაქვს როგორც ბრენდს. ცნობადობის გაზრდა გვინდა, პროსტა გაყიდვების სტიმულირება გვინდა, კონკრეტული ტრაფიკის გაზრდა გვინდა, თუნდაც ფიზიკურ ლოკაციაზე თუ ელექტრონულ ლოკაციაზე არ აქვს მნიშვნელობა. ამიტომ აი ძალიან ბევრი ინდიკატორია მაგ ნაწილში. ჩემი აზრით დღეს რიცხვები მაინც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისეთი დოზით, რომ მარტო რიცხვებით მივიღოთ გადაწყვეტილებები რა. აი, მოკლედ რომ შევაჯამო. ალბათ ცოტა ისეთ სპეციფიურ რაღაცაზე ვისაუბრებ. ხარისხი, კონტენტის ხარისხი რა. რაღაც პერიოდი კარგი ლამაზი ვიდეოები, კონტენტი, ანუ დავარცხნილი ნორმალური კონტენტი ბრავი არ ვარდებოდა, არ ნახვები არ ქონდა რა, ხალხი წყალობდა, იხარჯებოდა, იხდიდნენ თანხებს და არ ქონდა. და რაღაცა მობილურით გადაღებულ ვიდეოს ბევრად მეტი ნახვა ქონდა. მაგრამ ეხლა შეიცვალა, ანუ ბევრად შეიცვალა, ეხლა რომ ვუყურებ, კომპანიებმაც ის დაამღამეს, მარტო კომპანიებმაც არ, მცირე ბიზნესებმაც რა. და ისევ აქტუალური გახდა რაღაცა მაღალი ხარისხი, რომ აჩვენენ, რომ რაღაცა ძალიან დაბნიდან არ ვართ რა. როგორ იმუშავა თუ ეგრე მუშაობს ისევ თუ შეიცვალა თუ აი მოდი ამაზე ვისაუბროთ რა. რამდენად და ვის ჭირდება ზოგადად აი ახლა დღეს მაღალი ხარისხი ან კაი დავარცხნილი კონტენტი. ხო, სხვადასხვა შორის ხშირად კრეატორებისგანაც მოდის ხოლმე ეგ, რომ აი რამდენი ვიწვალე ამ ვიდეოზე, სპეციალური გადაღებები, რაღაც არ გავარდა და აი პროსტა ტელეფონი დავდე, ვიცეკვე და უცებ it's viral. ხო. ძალიან ხშირად არის ეგ და რეალურად კონტენტის ხარისხი არის მართლა ყველაზე მთავარი ინდიკატორი მაგ ნაწილში. ოღონდ კონტენტის ხარისხს როგორ გავზომავთ? ჩემი აზრით ეგ კითხვა უნდა დავსვათ მანდ. იმიტომ რომ ყველასთვის სხვადასხვა გაგება აქვს ხოლმე ამ კონტენტის ხარისხს რა. აი ფარდობითი ცნება არის რაღაცნაირად. ვიღაცისთვის რა არის ხარისხიანი კონტენტი, ვიღაცისთვის რა. დარწმუნებული ვარ, რომ შენთვის ხარისხიანი კონტენტი არის, როდესაც იდეალურადაა დამუშავებული სცენარი, ყველაფერი, ხო. და შეიძლება რომ ჩვეულებრივ, აი ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ პროფესიაში არ არის და მაგალითად რაღაც ცოტა შორს არის ასე თქვა ამ პროფესიისგან, აი ვერც შეამჩნევს ის რაღაც პატარ-პატარა დეტალები, რაც შენთვის ხარისხს ქმნის მაგ კონტენტში. და იმისთვის ვაფშე სხვა რაღაცას კონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა რა. ამიტომ მგონია რომ ცოტა იქ ფარდობითი ცნება და ზუსტად მაგიტო ციფრულ მარკეტინგში შემოდის მონაცემების როლი მანდ რა. იმიტომ რომ ჩვენი ინტუიციით, იმიტომ რომ ჩვენი პერსონალური ზოგადად პრეფერენციებით არ ვიხელმძღვანელოთ, რომ აი მე რა მომწონს, შენ რა მოგწონს, შენთვის რა არის გემოვნებიანი, ჩემთვის რა არის გემოვნებიანი და უჯეროთ რიცხვებს. მაგიტომაც დღეს ციფრული მარკეტინგი აღარ გვაქვს რა. მარტო დღეს გვაქვს ციფრულ მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგი. პირდაპირ data driven digital marketing-ი რა. და ყოველს მაგას ვამბობ ხოლმე, რომ ციფრული მონაცემები მართავს დღეს ციფრულ მარკეტინგს. მე შეიძლება ვიფიქრე, რომ ეს რო წერია, ესე კარგია,
ესე ჯობია, იმიტომ რომ მე ესე მომწონს, მაგრამ ეგ ჩემი პირადი გამოსალებებიდან, ჩემი პრეფერენციებიდან გამომდინარე არის. და იმ აუდიტორიას შეიძლება სრულიად სხვა რაღაც მოწონდეს და აინტერესებდეს და ათრიგერებდეს, ასე ვთქვათ. ამიტომ მანდ მოდის უკვე ტესტირების ნაწილი რა. ციფრულ მარკეტინგში ყველაფერს ტესტავთ. მართლა, სულ ტესტირება არის. იმიტომ რომ როდესაც კითხვა ისმება, რომ აი რა ჯობია, ჩვენი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად it depends. გააჩნია. იმიტომ რომ ყველაფერს გააჩნია. როდის ვუშვებთ ამ კომუნიკაციას, სად ვუშვებთ, ვისთან? აი, მართლა ყველაფერს გააჩნია რა, იმდენი ინდიკატორი და ცვლადი არის, რომ სულ გააჩნია და სულ იტესტება. თან როგორც შენ თქვი, ხო ძალიან სწრაფად ვითარდება და ის რაც გუშინ მუშაობდა, დღეს შეიძლება აღარ მუშაობდეს. ის რაც გუშინ ძალიან კარგი გვეგონა, დღეს შეიძლება რომ აღარ გვეგონოს და აღარ გვეგონოს რა აღარ მოგვეწონოს უბრალოდ და ასე შემდეგ. ამიტომ მაგასაც ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რიცხვების როლი იმ ნაწილში შემოდის, რომ ციფრულ მარკეტინგს ეგაქვს ძალიან კარგი რა. მაგალითად ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით. ძალიან ბევრი საზომი ერთეული გვაქვს, მეტრიკები, ასე ვთქვათ, რომელიც ზომავს ბევრ რაღაცას. იმას, ეს კონტენტი რამდენ ადამიანამდე მიდის, ეს ადამიანი რამდენი ხანი ჩერდება ამ კონტენტზე, ვიდეოს ჩართული ხმით უყურებს თუ გამორთული ხმით, სად აპაუზებს, ახვევს, აჩერებს ამ ვიდეოს, რამდენი ხანი გადმოდის მაგალითად ჩვენს ვებგვერდზე და იქ რას ათვალიერებს, რას აჭერს, აი როგორი ანალიზი ხდება, იცი ამ მთელი, ასე ვთქვათ, მომხმარებლის ქცევის დაწყებიდან ბოლო წერტილამდე. დაჟე, რასაც ვაკეთებ დღეს არის ის, რომ ტექნოლოგიური ხელსაწყოები გვაქვს, რომელიც, მაგალითად, შენ რაღაც აპლიკაციაში რო ხსნი, ან კონკრეტულ ვებგვერდზე რო შედიხარ, ამის screen recording-ს ვაკეთებთ. აი ჩათვალე ტელეფონში რო screen recording-ს ვრთავთ, ხო ინახავს ვიდეოს, მართლა? ვიდეოს და გადადიხარ აპლიკაციებს ხსნი და ვიდეო ინახება მე რა შენს გალერეაში. ხო, ანუ შენ არ ჩანხარ, მაგრამ რასაც აკეთებ რა ყველაფერი. ჩათვალე რა, ეხლა რაღაც ვებგვერდს რო გახსნი, აი ამის შემდეგ ან აპლიკაციას, შეიძლება რომ იქ იწერდნენ მაგას. მე ამას ვიდეოებად ვინახავთ და იქ ვაიდენტიფიცირებთ, ვინ იყოს შემოსული საიდან, ქალია, კაცია, რამდენი წლისაა, რა აინტერესებს, IP ადრესი, ყველაფრის ნახვა შეგვიძლია და ჩათვალე რა, აი ესე ვზივართ ხოლმე და ესე ვუყურებთ ვიდეოს. მართლა. იცი რამდენი ძალიან საინტერესო ინსაიტის წამოღება შეგვიძლია UI UX ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული კვლევით დასრულებული ამ პროცესებს მართლა ესე წარუმართავთ. არა, ადამიანების უფლებებს მან არ ვარღვევთ. ლეგალურ ჭრილში ვაკეთებთ. თან ვებგვერდებზე რო შედიხართ, იქ ხო არის კუკიების დათანხმება, ამიტომ თუ არ გინდათ არ დაეთანხმოთ და არ დაგცრეკავთ. აი. ხო და ნუ მოკლედ ესეთი ანალიზი რო ხდება და კონტენტის ასეთ დონეზე ანალიზი რო შეგვიძლია, მანდ უკვე ჩემი აზრი და სხვების აზრი მაგალითად შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური და ეს რიცხვები ძალიან ობიექტურ რეალობას გვაჩვენებს. ამიტომ ყველაზე მთავარი მანდ არის ის, რომ ნებისმიერი ბიზნეს ვერტიკალი რის წარმომადგენლების ჩვენ ვართ, კონტენტს როცა ვაკეთებთ, ამ კონტენტის ანალიზი მოვხდინოთ სწორად. ანუ ავირჩიოთ სწორი მეტრიკები, რომელიც გვეტყვის, ეს კონტენტი ჩვენთვის კარგია თუ ცუდი. რაღაც ინდუსტრიაში აუცილებელია, რომ მართლა დავარცხნილი კონტენტი გქონდეს, შეიძლება ისეთ სერიოზულ თემაზე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, ისეთი ოფიციალური, ფორმალური უნდა იყოს, რომ მან ფიზიკურად, აი უბრალოდ ესე ტელეფონით გადავიღე და პროსტო დავამზადე რაღაც პოსტერი, ეს საკმარისი არ იყოს და ამას ჭირდებოდეს ძალიან სერიოზული მიდგომა, მაგრამ შეიძლება მე მქონდეს რაღაცა პატარა ონლაინ მაღაზია, სადაც ვარეკლამებ skincare პროდუქტებს და შემდეგ, რომლისთვისაც საერთოდ ამჭირდება პროფესიონალური გადაღება და დაჟე პროფესიონალური გადაღების ნაცვლად ეგ რესურსი რო ჩავდო ან კონტენტ კრეატორებთან კოლაბორაციებში, ან ჩემით გადავიღო, ან UGC კონტენტში, შეიძლება რომ უფრო იმას ქნას რა, გავარდეს, ასე ვთქვათ. ამიტომ მანდ არის უკვე აი შენ რა საჭიროება გაქვს, შენ შემთხვევაში რა მუშაობს და მაგას ზომა უეჭველი მეტრიკებით. და ეს მეტრიკები არსებობს ზოგადი, მაგალითად, აი წეღან რაც თქვით, რომ წვდომა რამდენი გაქვს, რამხელა გაქვს ჩართულობის მაჩვენებელი კოეფიციენტი, მაგრამ ჩემი მიდგომა მანდ არის ის, რომ კარგი ციფრული მარკეტერი თუ ხარ, შენ თვითონ უნდა მოძებნო და შექმნა კონკრეტული მეტრიკები, რომელიც განსაზღვრავს ამ კონკრეტული კონტენტის ხარისხს. ჩემს სტუდენტებსაც ყოველთვის მაგას ვაძალებ ხოლმე, ასე ვთქვათ რა. ხშირად არ უყვართ მათემატიკურ ნაწილში ჩართვა და აი ფორმულებთან და დიდ რიცხვებთან მუშაობა, მაგრამ როცა მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგს ვაკეთებთ, ეგ მნიშვნელოვანია. თუ გვაქვს რაღაც ზოგადი მეტრიკებით
კონტენტის გაზომვის შესაძლებლობა და მაგალითად მეუნება 200,000 წვდომა მაქვს, ჩართულობის რეიტი არის 25%, მაგალითად ჩემს ვებგვერდზე შემოვიდა ამდენი ადამიანი, შემივსვა ამდენმა ადამიანმა რაღაც კონკრეტული ფორმა და ლიდები დავაგროვა. აქედან მე შემიძლია ჩემი ფორმულა შევქმნა ამ მეტრიკების გადათამაშებით, რომელიც იმ კითხვას უპასუხებს, რა კითხვაც მე ამ კონტენტთან მაქვს. მაგალითად, პირდაპირ თუ სარეკლამო ანგარიში არ მიზომავს ნახვებიდან რამდენი გადავიდა ლიდში და შემივსო ფორმა, მე გავაკეთებ ამ ფორმულას და ერთს რომ აძლევს და მეორეს რომ აძლევს, შევკრიბავ, ერთმანეთს გამოვაკლებ, გავყავ და ამ ფორმულას მივიღებ. ამიტომ, ნახე, აი მაგნაწილში ჩვენი პირადი პრეფერენციები რო არ ჩავრთოთ, უფრო ციფრული მარკეტერის როლი უნდა წამოვწიოთ წინ, რომ მან მოიფიქროს და შექმნას ის თუნდაც მეტრიკები ახლა რაც ვახსენე და კონკრეტული გზები იპოვოს, რითიც ამ კონტენტის ხარისხს იპოვის და ჩვენი ბიზნესი რომელ ინდუსტრიაშიც არის, იმ ინდუსტრიის გამოწვევებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, შეძლებს რომ განსაზღვროს ეს კონტენტი ჩვენ შემთხვევაში არის ხარისხიანი თუ არა. იმიტომ რომ ხარისხიანი საბოლოო ჯამში ბიზნესისთვის რაც არის ის, რაც ასე ვთქვათ, მოგებაში გადადის. შეიძლება რომ ეს UGC კონტენტი იქნება ტელეფონით გადაღებული თუ პროფესიონალურად დამუშავებული, იმ კონკრეტულ ბიზნესს, ანუ ცოტა დიდად ეგ არ აინტერესებდეს რა, რომელიც უფრო ცოტა უხეშად ვთქვათ, ბევრ ფულს დაწერს, ცოტა იმისკენ წავიდეს. ამიტომ მაგ შემთხვევაში მაგ ხარისხს, ცოტა სხვა დანიშნულებას, უბრალოდ სხვა მნიშვნელობას სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე. ნუ ჩვენი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა. ჯერ ჩვენთვის რა არის ხარისხიანი, როგორ იზომება ეს ხარისხი ჩვენთვის და რა გზები არსებობს იმისთვის, რომ ეს ხარისხი გავზომოთ და ვთქვათ, it's okay or it's not. ციფრული მარკეტერი, სოციალ მარკეტერი რამდენად გაძლიერდა, ანუ რამდენად თქვა თავისი სიტყვა, რომ აი შეუძლია კონკურენცია გაუწიოს სააგენტოს თუნდაც ერთმა ადამიანმა. არსებობს მაგის? არსებობს კი არა და არის რეალურად რა, ბევრ საქმეს აკეთებს. ციფრული მარკეტერი ზოგადად? კი. ციფრული მარკეტერი ბევრ ამას აკეთებს. ციფრულ მარკეტერს უწევს, რომ ციფრული სფეროები რაც არსებობს, მომიჯნავე სფეროები, ყველასგან რაღაც წამოიღოს და ყველასგან რაღაც იცოდეს. დეველოპმენტიც რაღაც დონეზე უნდა ისმოდეს, დიზაინიც რაღაც დონეზე უნდა ისმოდეს, კოპირეიტინგიც რაღაც დონეზე უნდა ისმოდეს. აი ყველაფერს ცოტა მიდებ-მოდებული, ასე ვთქვათ, არის. მაგრამ თვითონ აი ხო, თითქოს. მაგრამ თვითონ როგორც ადამიანი უფრო მეტად არის სტრატეგი, ასე ვთქვათ, ლიდერი ტიპი, რომელიც ხედვაზე მუშაობს, მაგრამ ასევე შეიძლება ტექნიკურ ნაწილშიც რა თქმა უნდა ჩართული იყოს. ზოგადად ციფრულ მარკეტინგში ეგრე არის ხოლმე, რომ ერთი კონკრეტული მიმართულება უფრო შეიძლება მიმართულებამ დაგვაინტერესოს და მაგას გავყვეთ. მაგალითად, გახდე advertiser-ი, რაც გულისხმობს, რომ რეკლამებზე იმუშაო, შეიძლება უფრო მეტად მოგეწონოს SEO-ს ნაწილი და საძიო სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით იმუშაო. აი, გაჩნია შენ თავს სად დაინახავ? მე ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე, რომ კონცენტრაციას აკეთებ. აი, ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე full stack ვმუშაობდი, ბევრი მიმართულებით მქონია გამოსება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ინტერესი, რამაც ასე ვთქვათ, მიიპყრო, ყურადღება მიიპყრო, იყო მონაცემების დამუშავება, ანალიტიკა და ტექნიკური მარკეტინგი რა და მე მაგეთ მხარეს რიცხვებთან მუშაობთ რაღაცა, აი ცოტა მაგეთ წავედი უფრო მეტად რა. მანდ არის კიდე რა იცი, აი უფრო შემოქმედებითი პროცესი მოგწონს და კრეატიული, თუ უფრო ტექნიკური მხარე, ანალიტიკური მხარე, ხშირად ეგრეც ხდება ხოლმე რა, გაყოფა. ამიტომ ეგ უკვე ადამიანზეც არის დამოკიდებული უშუალოდ რა, აი ციფრული მარკეტერი თვითონ რა ძირითადი ინტერესის სფეროში არის, რა კონკრეტული მიმართულება უფრო მეტად აინტერესებს და მაგის მიხედვით ხდება მე იმის არჩევაც რა, რა პროექტზე იმუშავებ, ფრილანსერი იქნები, სააგენტოში იქნები, ძალიან განსხვავდება აი სააგენტოს მუშაობის პრინციპი და ფრილანსერის რა. ფრილანსერად თუ აიყვან ციფრულ მარკეტერს მაგალითად, მან ჩემი კომპანიის სიდიდესაც გააჩნია და შენ რა გჭირდება. იმიტომ რომ full stack digital marketer თუ გჭირდება ყველაფერი რო გააკეთოს, მაგას დიდი გამოსილება ჭირდება, დიდი ფინანსები ჭირდება. მე რაღაც მომენტში ხო ეგ ხედვაც უნდა გქონდეს, რომ შენც გაიზრდები, ამიტომ გუნდი რაღაც მომენტში უეჭველი დაგჭირდება. სააგენტოები კიდე იმ ხრივ მუშაობენ, რომ სააგენტოს ეგ ფუფუნებაც აქვს, რომ კონტენტიც დაგიმზადოს ყველაფერთან ერთად. და digital marketer-ი ცალკე როგორც ინდივიდი თუ ყავს, ის კონტენტს
შეიძლება დაგიმზადოს, მაგრამ არ უნდა დაგიმზადოს, იმიტომ რომ კონტენტზე და დიზაინზე მუშაობს სხვა პროფესიის ადამიანი. ხო და სააგენტოს მხარეს უფრო ეგაა, რომ ბევრი სერვისი ერთად შეუძლია რა შემოგთავაზობს. Advertiser-ი ცალკე, ყოლება copywriter-ი ცალკე, email marketer-ი ცალკე, დიზაინერი ცალკე და რაც უფრო დიფერენცირებულია, რა თქმა უნდა, უფრო კაი არის, იმიტომ რომ ყველა უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. რაცა ხო, ყველაფერში ყობა ცოტა ისეთი ამბავია რა. კი ბატონო, ძალიან. აუ პირადი ისა კითხვა მაქვს. გააქვს რამე ისეთი პროექტი, რაც გაძლევს რაღაც ინსპირაციას, რომ აი აკეთო ახლა ან განვითარდე ან კიდე ახალი რაღაცები, აი თვითონ რამე აი მიმდინარე პროექტი რა, რაღაცა აზრი რაში ცდევს, რასაც უყურებ, აზრის მიმდევარი ხარ. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ ჰეპტიკი და ეცამიტი გავაკეთეთ და ამ პროცესებში ვართ ჩართული, ნუ ჰეპტიკი არის სრულად AI powered. ხო, ანუ ჰეპტიკი არის სრულად AI powered ხელსაწყო. ამერიკაში დავაფუძნეთ და არის software კომპანია, რომელიც აკეთებს ციფრული მონაცემების ანალიტიკას, ციფრულ არხებზე მონიტორინგს და ანალიზს. და მანქანური სწავლება, ალგორითმები, მონაცემების დამუშავება, მონაცემების ვიზუალიზაცია, ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება რა. ჰეპტიკის გაკეთება იდეაში იყო ის მთავარი ინსპირაცია, რა ხიბლსაც და მთავარ, ასე ვთქვათ, მუღამსაც ამ სფეროში ვხედავდი რა და მაგიტო თვითონ ჰეპტიკი არის ჩემთვის, ასე ვთქვათ, ეგ ძალა, რომელიც კიდევ უფრო მეტს მაკეთებინებს, კიდევ უფრო მეტის შესაძლებლობის მიღწევის სურვილს მაძლევს, ასე ვთქვათ. და ეცამიტით მე მგონია რომ ეგორი არის ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ესეთი მთავარი მამოძრავებელი ძალა რა, იმიტომ რომ ეცამიტი ძალიან ინოვაცია იყო, ანუ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ციფრული მარკეტინგის community-ს, ეგეთი პლატფორმა საქართველოში არ ყოფილა და ჩვენი vision ეგ იყო, რომ რაღაც ისეთი გაგვეკეთებინა რა, აი ახალი ინოვაციური, რაც ქართულ ციფრულ მარკეტინგულ სამყაროს აკლდა. ამიტომ მაგის განვითარება და მაგაზე მუშაობაც, ანუ კიდევ უფრო მეტ მუღამში შესვლის, ხო, მუღამში შესვლის საშუალებას მაძლევს ხოლმე და ვფიქრობ, რომ ცოტა მაგ ჭრილში დავრჩები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მაგრამ რა თქმა უნდა არის რაღაც პროდუქტები, კომპანიები, რომლებიც ძალიან დასაფასებელი არის და რომელთა პროგრესიც არის მართლა ინსპირაციული რა. ეხლა OpenAI რასაც აკეთებს, არის აი ჩემთვის საოცარი მართლა, რა სისწრაფითაც, როგორი ხედვაც აქვთ, როგორი მიზნებიც აქვთ და რა მაგარ პროდუქტებსაც ქმნიან, მგონია რომ ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს თანამედროვე ადამიანს ამ ტექნოლოგიურ სამყაროში ჭირდება. და ცოტათი დროსაც უსწრებენ. ამიტომ ძალიან ინსპირაციულია მაგალითად და ყოველთვის თვალს ვადევნებ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან up to date ვიყო რა. არა თუ იმიტომ, რომ მომწონს ეგ კონკრეტული პლატფორმა, არამედ იმიტომ, რომ მაგას ვიყენებთ კიდეც ჩვენ ჰეპტიკში მაგალითად და პარტნიორობა გვაქვს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ხო, ეგ შემიძლია მაგალითად თქვა, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმიტომ, რომ პასუხობენ ზუსტად იმ გამოწვევებს, მოკლედ, რაც დღევანდელ სამყაროში არის. შენგან ორი რჩევა რომ მივიღოთ. ერთი რომ მცირე ბიზნეს ალბათ დიდ ბიზნეს ნაკლებად, მაგრამ მცირე ბიზნეს რა რჩევებს მისცემდი რა. აი პირველ ერთ დიდ რჩევას როგორ დაიწყოს თავის კამპანია. პოზიციონირება ციფრულ მედია არხებზე? პირველ რიგში კონკურენტების ანალიზით. აი უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი კომუნიკაციისთვის იქნება ეს დიდი კომპანიის შემთხვევაში, პატარა კომპანიის შემთხვევაში, უკვე ვარსებობთ, არ ვარსებობთ, ყველაზე მთავარი არის ბაზრის შესწავლა. ანუ მარკეტინგული კვლევის გაკეთება რა წინასწარ. რაც ხშირ შემთხვევაში არის ძალიან დიდ რესურსთან დაკავშირებული, როგორც ფინანსურ, ადამიანურ, ენერგიულ რესურსთან და მაგის გამო ბრენდები ხშირად თავს არიდებენ ხოლმე ამას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. და დღეს ტექნოლოგიური კუთხით ასეთი განვითარების დონეზე რო ვართ, ბევრად უფრო მარტივად შეიძლება ამ კვლევის გაკეთება, ასე ვთქვათ, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ამიტომ რაღაც ის წარმოდგენები რო აქვთ, რომ ეს ძალიან ძვირი ღირს და შეუძლებელია ამის მალე გაკეთება, ეს სტერეოტიპები უნდა დავარღვიოთ და მაგალითად ჰეპტიკში ჩვენ მარკეტინგულ კვლევასაც ვაკეთებთ ზუსტად ამ ანალიტიკის თვალსაზრისით და ზუსტად მაგას ვცდილობთ, რომ ეს აღარ იყოს რაღაცა ძალიან რთული პროცესი ბრენდებისთვის რა.
მარკეტინგული კვლევა, რომელიც თან კონკურენტების ანალიზსაც გულისხმობს, აი ამის ჩატარება მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზუსტად უნდა იცნობდე იმ ბაზარს, სადაც შედიხარ, ზუსტად უნდა იცოდე მთავარი მოთამაშეები ვინები არიან, რას აკეთებენ, შენ რა შეიძლება რომ მათნაირად გააკეთო, რა არ უნდა გააკეთო მათნაირად, პირველ რიგში ალბათ და რა შეიძლება რომ შენი უნიკალური გქონდეს. ანუ უნიკალურობა ხო ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა. უნიკალურობის გარეშე აზრი არ აქვს. უნიკალურობის, აი ამ უნიკალურობის სწორი პოზიციონირება რო გააკეთო, შენ კონკურენტებთან მიმართებაში უეჭველი შესაძლებლობა უნდა შეაფასო რა გაქვს რა. ამიტომ ბაზრის კვლევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას ყველაზე მეტად არიდებენ ხოლმე თავს. ამიტომ ჩემი პირველი რჩევა ეგ იქნება. ეხლა რო ვთქვა რომ აი თანამშრომლეთ ესეთ და ესეთ კრეატორებთან და ინფლუენსერებთან ან აუცილებლად ჩართეთ Facebook-ის და Instagram-ის რეკლამები. ეს არავის აღარ უყვირს, know-how აღარ არის, რომ შენი აკაუნტი გაქვს, მაგარ კონტენტს ქმნი, აი ძალიან მაგარ ვიზუალებსაც და ძალიან მაგარ ვიდეოებსაც რო იღებდე, აი შეიძლება რომ ვერავინ ვეღარ გააკვირო რა. თუ სწორი value არ მიეცი ამ შენი კონტენტით და სწორ value-ს ვერანაირად ვერ შეიტან, თუ ორი რაღაც არ გესმის. შენ რითი ხარ განსხვავებული შენ კონკურენტებზე და მეორე თუ ზუსტად ისე არ მიგაქვს ეს შენი value ამ სამიზნე აუდიტორიასთან, როგორც მას ესმის. შეიძლება ძალიან მაგარ რაღაცას ქმნიდე, მაგრამ უბრალოდ ისე ეუნებოდე, რომ ვერ აგებინებდე. ამიტომ ამ ორი რაღაცის გასაკეთებლად აუცილებლად ბაზრის კვლევა გჭირდება. ნუ აქ შეიძლება კონტრარგუმენტი ის იყოს, რომ თუ კონკურენტები არ მყავს და ვქმნი რაღაც ძალიან მაგარს, იმიტომ რომ სტარტაპი ხო, ნუ სტარტაპი ეგ არის, რომ შეიძლება მართლა ინოვაციურ რაღაცას ქმნიდე. შეიძლება პირდაპირ კონკურენტი არ ყავდეს, მაგრამ ვიღაცა რაღაცა მსგავს აკეთებდეს რა. აი მაგათი ანალიზი მაინც და ზოგადად იმ ბაზრის, სადაც შედიხარ რა. ამიტომ ეგ მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი რა, აი ამ პასუხებზე, ამ კითხვაზე პასუხები მოგცეს. ეს სტრატეგიის ყველაზე დიდი ნაწილია მოგონი რა. ხო. კი. რა შეიძლება რომ ჩვენ მაყურებელმა ისწავლოს, ჩვენ ესე იგი BTU-ში, კავკასიაში და ციფრული ინსტიტუტში. ხელმისაწვდომი რომელი არის მაგალითად? იცი რა, მასაზე მაგალითად მოვიდნენ და ისწავლონ. ხო, ციფრული ინსტიტუტის აკადემიაში. ციფრული ინსტიტუტის აკადემიაში უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ კავკასია და BTU უნივერსიტეტი აქ უნდა ჩააბარო. გამოსდებით ფაკულტეტზე სწავლობ და უმაღლესი განათლება ასე ვთქვათ. ამიტომ თუ გამოსდებს არ ჩააბარებ და არ გაქვს ეგ ყველაფერი გეგმაში, ხო, უბრალოდ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები და ის არის სასერტიფიკატო კურსები. შესაბამისად, იქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს. რამდენად კარგია და რამდენხნიანი კურსია. ეს ხელმოკლე. კურსები არის დაახლოებით 2-დან 6 თვემდე. გააჩნია როგორ პაკეტს აიღებს, რომელ კონკრეტულ კურსს აიღებს მსმენელი ჩვენი. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მოქნილი გრაფიკი და ასე შემდეგ რაღაც ეს ბენეფიტები გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ესეთ რაღაც გავაკეთოთ, რომ ვინც იქნება ჩვენი პოდკასტის მსმენელი, იმას გავაკეთოთ სპეციალური შეთავაზება და ვისაც დაჭირდება სპეციალური ოფერით, ასე ვთქვათ, მოვიყვანოთ ჩვენს კურსებს. ნუ ეს ხუმრობა იქით იყოს, ხელმისაწვდომი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინაც ვატარებთ, ოფლაინ ვატარებთ, ნუ გრაფიკი მართლა მოქნილია, ხშირად ფასდაკლებები ტარდება, ორენოვანი არის სერტიფიკატი, შეგიძლია უცხოეთშიც გამოიყენო და მაგ მხრივ მარტივი არის, ასე ვთქვათ. თუმცა სწავლის პროცესი ყველგან ერთია რა. კაცრი ხარ. ანუ თუ კონკრეტული სტუდენტი არ იჩენს საკმარის ძალისხმევას, რა მნიშვნელობა აქვს სად ისწავლის და სად იქნება ან კურსი აღებული, ან რომელ ფაკულტეტზე იქნება. ორმხრივი პროცესია. მე მაქსიმალურად ჩართული ვარ, ანუ ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ეგ ძალიან მიყვარს მართლა. და როცა ლექციას ვატარებ ხოლმე, ისე გადის დრო, შეიძლება რომ ვერც მივხვდე, რომ 3 საათი გავიდა, 4 საათი გავიდა და აი როგორ ვარ იცი? აი მე მივხვდი მაგას, მასწავლებლები რო ამბობდნენ ხოლმე სკოლაში, რომ შედიხარ საკლასო ოთახში, უნდა დატოვო შენი რაღაცა პრობლემები და ყველაფერი გარეთ რა. და ზუსტად მე რომ მაგ პროცესში ჩავერთე, მაგ დროს მივხვდი, რომ მართლა ეგრეა. აი სულ რომ რამე აფეთქდეს გარეთ, აუდიტორიის გარეთ, აი რაღაცა მოხდეს, საერთოდ არაფერი არ მესმის, არაფერი არ ვიცი, მარტო ვარ აი იქ ბოლომდე ჩართული და ჩემ სტუდენტებს ძალიან ბევრი დამისაქმებია, ჩემთანაც, მეგობრის კომპანიებთან, დაუწყეთ თანამშრომლობა და ასე შემდეგ. უბრალოდ მე რო ესეთ დოზით ჩართული ვარ, აუცილებლად სტუდენტიც ესეთ დოზით უნდა იყოს ჩართული. და უბრალოდ კურსზე ყოფნა, სწავლა, დასწრება
ეგ არ მგონია სამართლიანი რა. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდანაც და მე რა გზაც გავიარე, მუშაობის ძალისხმევის და ყოველფრის გარეშე ფაქტობრივად ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ამიტომაც ძალიან ვადასტურებ. ხო, ამიტომ ეგ ორმხრივი პროცესი მგონია. ძალიან ბევრი ლექტორზე დამოკიდებული, ეგეც ხშირად გაგვიგია, ალბათ ჩვენც გაიგია, მსმენელსაც გაუგია რა, ლექტორი мотиваციას უნდა გაძლევდეს, უნდა დაგაინტერესოს და ყველაფერი მესმის მაგ ნაწილში, მაგრამ სტუდენტების როლიც ძალიან დიდი არის რა. ისე დასწრებით უფრო მეტ სწავლობენ თუ ონლაინ დაგვრჩა. თუ ეგეც ინდივიდუალურია. ხო, ალბათ ეგეც ინდივიდუალურია. ძირითადად შემთხვევაში უფრო მეტად ადგილზე ურჩევნიათ ხოლმე, იმიტომ რომ მეტი მობილიზება, მარტივად სვამენ კითხვებს, არ ერიდებათ, ასე ვთქვათ. ონლაინ ცოტა მაგ ბარიერს აჩენს ხოლმე, მაგრამ ზოგისთვის უფრო მეტად მოქნილი არის ონლაინ სწავლება, იმიტომ რომ მუშაობს, შეიძლება საქართველოში არ იყოს და ეგრე ურჩევნია თან ჩანაწერები, როცა კეთდება, მე უყურებენ ნებისმიერ დროს. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა თითქოს თანაბრად. მაგრამ აი მაინც ცოტა ოფლაინისკენ უფრო მეტად იხრებიან ხოლმე, იმიტომ რომ დღეს მაინც ხა ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია და. აი ეხლა რო შეგეძლოს ერთი რჩევა მისე ჩვენ მსმენელს, მაყურებელს, ვისაც უნდა რომ დღეს რაღაც ახალი ნაბიჯი გადადგას რაღაცა ციფრული პროგრესისკენ თავის პირადი რა, აი რა რჩევას მისცემდი რა. ერთი რჩევა რითაც დაიწყებს. ერთი რჩევა რითიც დაიწყებს ხელოვნური ინტელექტი. აუცილებლად ხელოვნური ინტელექტის სწავლა ეს ცოტა არასწორი ფორმულირება იქნება, მაგრამ გათვითცნობიერება ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ალბათ ეს იქნება ჩემი რჩევა. იმიტომ რომ მაგას გვიჩვენებს ტრენდი, რომ ყველაფერი ციფრულდება, ყველაფერი ტექნოლოგიებზე იქნება დაყრდნობილი და ფაქტობრივად AI ყველა ინდუსტრიაში უკვე თითქმის შესულია, შევა, უფრო მეტადაც იქნება. ამიტომ რაც უფრო მალე, ასე ვთქვათ, ავუღებთ ალღოს და რაც უფრო მალე შევძლებთ AI-ის გამოყენებას, როგორც პირადი მოხმარებით, ასევე კარიერულ ნაწილში, მგონია რომ მომავალში რაც სრულებებიც იქნება, მაგათთან უფრო მალე ვადაპტირდებით. მე ვამბობ ხოლმე ყოველთვის მაგას, რომ ციფრული მარკეტინგის მხრიდან ვიტყვი ხა, ძალიან გავს ჩარლზ დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიას. იმიტომ რომ დარვინი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ევოლუციის პირობებში ცოცხალი ორგანიზმებიდან ისინი გადარჩევენ, რომლებიც უკეთ შეეგუებიან კაცრ გარემო პირობებს. ზუსტად ესეა ციფრულ მარკეტინგშიც. ის ბიზნესები, ის კრეატორები და ზოგადად მოდი ბრენდი ვთქვათ, იმიტომ რომ ბრენდი ნებისმიერ შეიძლება იყოს, ის ბრენდი გადარჩება, რომელიც უკეთ შეეგუება იმ ცვლილებებს, რაც საზოგადოებაში ხდება. იქნება ეს ტექნოლოგიური ცვლილება თუ ასე შემდეგ. დღეს ყველაფერი ტექნოლოგიური ცვლილებებზეა, შესაბამისად ამ ბრენდებსაც ზუსტად ეგუწევთ რა. ეხლა ცოტა რომ განვაზოგადოთ, არა მხოლოდ ციფრულ მარკეტინგში არის ეგ, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც ეგრე არის. აი ეს ცვლილებები რაც შემოდის, მაგასთან ადაპტაცია უნდა ვისწავლოთ. თუ გვინდა რომ ამ ფერხულში ჩავებათ, ასე ვთქვათ. შესაბამისად, რა ხან ტრენდი ზუსტად მაგას გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიები, ციფრული პროფესიები, ზოგადად ციფრული სფერო და ამ ყველაფერში AI-ის როლი არის უდიდესი და ესე სწრაფად იზრდება. პირდაპირ გვაქვს პასუხი, ასე ვთქვათ, რომ აუცილებლად AI-სთან უნდა ვიყოთ ძალიან მეგობრულები რა. ოღონდ მან არის ერთი პრობლემა, რომ AI ხშირად გვაზარმაცებს. ხო. ამიტომაც AI-ის სწორი გამოყენება, მოდი შეიძლება ეს სიტყვა დავამატოთ. AI-ის სწორი გამოყენება უნდა ვიცოდეთ. ინსტრუმენტი დამხმარე ხელსაწყო და არა უბრალოდ ჩამნაცვლებელი რა. როგორც ჩამნაცვლებელს ესე არ უნდა უყურებდეთ, დამხმარე ხელსაწყო, რომ თან არ გაგვაზარმაცოს და თან უფრო მეტი შეგვაძლებინოს. აი რითაც დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი, ესე იმით დავამთავრეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე. ესე იგი დააფოლოვეთ, დაკონექტდით LinkedIn-ზე ხო ეგრეა? ძალიან ისეთი სერიოზული პლატფორმა არის, სადაც რაც კი აქვს LS სოციომედია პლატფორმა, ყველაფრის ლინკი იქნება აღწერაში, აუცილებლად. მადლობთ. მადლობა, მოვალ შეხვედრამდე. პირიქით, მადლობა შენ.